არჩევნების მეორე ტურს 3400-ის ნაცვლად ოლმედიას 4000-მდე მოხალისე ჟურნალისტი დააკვირდება. რატომ ჭარბობენ აკრედიტებულ დამკვირვებლებს შორის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები თუ პარტიასთან ასოცირებული პირები და რატომ არ არიან ინფორმირებულები მედია საშუალების შესახებ მის ამარხზე, სადაც არჩევნები დაინტერესებულ პირებს საბუთების მიტანა შესთავაზეს. რა მიზანი აქვს ოლმედიას დააჩენს თუ არა ეჭვს ფაქტი, რომ ერთი კონკრეტული ორგანიზაციიდან არჩევნებს რამდენიმე ათასი დამკვირვებელი აკვირდება. დეტალები გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. როდიდან გაუქმდება ევროპასთან სავიზო რეჟიმი, რას თხოვს ლიბეს კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს და დაიწყება თუ არა სამხრივი მოლაპარაკებები ნოემბერში. ევროპარლამენტის მოწოდება ევროკავშირის საბჭოს და ოფიციალური თბილისის მოლოდინი. მიშა ფეიქრიშვილი დეტალებით. საღამომშვიდობისა ეს 2030-ია გადაცემის ნახვა 2030-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98 და 1-ზე მე მაგაცინცაძე ვარ და 2030-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. რასელის არჩევნებზე მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი როგორ აფასებს არჩევნო უბნებზე ოლმედიას 4000-მდე დამკვირვებლის ყოფნას და რატომ საუბრობს არჩევნების დღეს დაგეგმილ შესაძლო არეულობაზე. როგორია სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და გამარჯვების შემთხვევაში რა ინიციატივები ექნება პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სტუმრად 2030-ში. როგორ ემზადება არჩევნების მეორე ტურისთვის ქართული ოცნება და ელის თუ არა ამომრჩევლის აქტივობას რა არის მართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა მთავარი გზავნილი და როგორ აპირებენ დაპირების შესრულებას. შეძლებს თუ არა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და რის შეცვლას გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 2030-ის შეკითხვებს ბექა უდიშარია, მარიამ ჯაში და გიორგი მოსიძე უპასუხებენ და ასევე დღეს როგორ აფასებს ელენე გოცაძე ევროპარლამენტის მოწოდება საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაჩქარების შესახებ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ და როდისთვის უნდა ველოდოთ ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და რა პერსპექტივას უქმნის ქვეყანას რეგიონში ნატოს ძალების განთავსება ელენე გოცაძე 2030-ში მანამდე კი დღის სხვა თემები. მედია პორტალი ოლმედია ჯის მოხალისე ჟურნალისტთა რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა. მედია პორტალი, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბებია განთავსებული, არჩევნებზე დაკვირვებისთვის მედიის წარმომადგენლის აკრედიტაციას ყველა დაინტერესებულ პირს თავაზობს. ამ შეთავაზებით არჩევნების პირველ ტურში ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ისარგებლეს ის, რომ მხოლოდ ერთი და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი მედია პორტალი აკრედიტაციას ათასობით მოქალაქეს თავაზობს, არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ეჭვებს და შეკითხვებს უჩენს. კითხვები აქვთ პოლიტიკოსების ნაწილსაც, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დაინტერესებაზე საუბრობენ, რათა ამ უმრჩეველზე ზეწოლა და უბნებზე არეულობა მოახდინონ. გიორგი კობერიძე არკვევდა დეტალებს. მედია პორტალი ოლმედია არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებელთა რაოდენობა ზრდის და ამ ორგანიზაციის მედია აკრედიტაციით არჩევნების მეორე ტურს უკვე 4000-მდე მოხალისე მოქალაქე დააკვირდება. მედია პორტალი მედიის წარმომადგენლის აკრედიტაციით არჩევნებზე დაკვირვების მსურველებს განცხადების წარდგენას საკუთარი ვებგვერდიდან სთავაზობს. ეს განცხადება მედია პორტალის ბოლო აქტივობაა. მანამდე კი გავრცელებული ინფორმაცია ივნისის თვით თარიღდება. მედია პლატფორმა ოლმედიაჯი ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, რომ როგორც მოხალისეები დააკვირდნენ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს. იმისთვის, რომ მოიპოვოთ მედია წარმომადგენლის აკრედიტაცია, მედია პლატფორმა ოლმედიაჯის მეშვეობით საჭიროა, რომ ელფოსტაზე გამოაგზავნოთ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. ბეჯების გამზადების შემდეგ შეგეძლებათ ისინი აიღოთ ჩვენს ოფისში. დღის ბოლოს ოლმედიას შეთავაზებით არჩევნების მეორე ტურისთვის მედია აკრედიტაცია კიდევ 351-მა არაჟურნალისტმა მოქალაქემ გაიარა. ამ ორგანიზაციის სახელით არჩევნების პირველი ტურისთვის აკრედიტაცია 3400-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა გავლილი. მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, მაჟორიტარობის კანდიდატების ოჯახის წევრები, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ამავე პარტიის კანდიდატების შტაბის წევრებიც იყვნენ. 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი ასეთი მოხალისე ჟურნალისტი ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა იყო, რომელიც მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე ვიდეო გადაღებასაც აწარმოებდა. ამაც გამოიწვია ყველაზე დიდი აჟიოტაჟი, ეს ხო რეკორდულად დიდი დიახ. ჩვენ კიდევ სხვა ბევრ რეკორდებს დავამყარებთ, რა თქმა უნდა, ამ სივრცე
სივრცეში. უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლებზე მედია აკრედიტაციების გაცემას ორგანიზაციის ხელმძღვანელი გარემოებით ხსნის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება არჩევნების პროცესს დააკვირდეს, ხოლო ის, რომ აკრედიტებულ პირებს შორის თითქმის ყველა ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და ამ პარტიასთან ასოცირებული პირია. ამაზე ოლმედიას ხელმძღვანელი გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აკრედიტაციის გავლა სხვა პარტიის აქტივისტებსაც შეუძლიათ. ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ ფილტრს, არ ვაკეთებთ არანაირ გამოკითხვას, არანაირ გასაუბრებას არ ვუტარებთ ადამიანებს, რადგან ჩვენთვის მხოლოდ ერთადერთი რაც შეგვიძლია მათთვის მივცოთ ეს არის აკრედიტაცია. ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანები როგორც არიან წარმომადგენლები ქართული ოცნების თუ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის. როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე ქართულ ოცნებასთან, როგორც თქვენ ჟურნალისტებს და მედიასთან მომუშავე ნებისმიერ ადამიანს აქვს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეხება, ასევე მაქვს მეც. არჩევნებზე დასაკვირვებლად მედიის წარმომადგენლის სტატუსით აკრედიტაციისთვის განცხადების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. როგორც განცხადებაში იყო მითითებული, დაინტერესებულ პირებს საბუთების შეტანა თაბუკაშვილის 5 ნომერში შეეძლოთ. თუმცა ამ მისამართზე მდებარე ობიექტზე ამ მედია საშუალების შესახებ არაფერი სმენიათ. მოგვიანებით ამავე განცხადებაში ოლმედიის მისამართი შეიცვალა და თაბუკაშვილის 5-ის მაგივრად ატენის 18 დაფიქსირდა. თუმცა ამ ორგანიზაციის ოფისს ვერც ამ მისამართზე მივაკულიეთ. ქრამის სააგენტო ოლმედია ჯის ოფისი ხო არიცით ამ კორპუსში სად არის? კორპუსში არის. არ გაგიგიათ ამ ვაქრამ? ოლმედია არის ესეთი სააგენტო. ანუ ოფისი რა ფექსა ხო? ის რომ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას არჩევნებზე დამკვირვებლად რამდენიმე ათასი მოხალისე ჟურნალისტი ყავს, რომლებიც სავარაუდოდ კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები არიან და ამავე დროს ისარგებლებენ მედია აკრედიტაციით, არასამთავრობო სექტორში კითხვებს აჩენს. მათი თქმით არის შემთხვევები, როდესაც ეგრეთ წოდებული ყალბი დამკვირვებლების მხრიდან ხდება უხეში ჩარევა კომისიის წევრთა უფლებამოსილებებში. მე რამდენი არჩევნებია ვხედავთ, რომ რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ არის მათი დაფინანსება, მათი სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი და ამავე დროს სამწუხაროდ ხედავთ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დამკვირვებლებად წარმოაჩენენ თავს, უბანზე ნაცვლად იმისა, რომ პროცესს დააკვირდნენ, ცდილობენ, რომ ჩაანაცვლონ კომისიის წევრები, თვითონ ჩაატარონ არჩევნები. არჩევნებზე ეგრეთ წოდებული ყალბი დამკვირვებლების, ანუ fake observer-ები, ეს არის უკვე დამკვიდრებული ტერმინი, რაც აღნიშნავს არაობიექტურ დამკვირვებლებს. ნამდვილად აჩენს კითხვებს, რა მიზანს ემსახურება მედია საშუალების მიერ, რომელიც არ არის ესეთი ფართოდ გავრცელებული ან პოპულარული ან ფინანსურად ძლიერი ორგანიზაცია, ნამდვილად სჭირდება თუ არა ეს ინფორმაცია იგივე მედია საქმიანობის განსახორციელებლად თუ მის უკან დგას გარკვეული პარტიული ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები, ეს კითხვები ნამდვილად არსებობს. ერთი მედია პორტალის მიერ ათასობით წარმომადგენლის აკრედიტირებას მაჟორიტარი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესს უკავშირებს, რომლის მთავარი მიზანიც მისი თქმით არჩევნების დღეს არეულობა და ამომრჩეველზე ზეწოლაა. ამ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს ჭყალებში ვინ იქნებიან მათ რიგებში არავინ იცის. მიზანი ამდენი ადამიანის შეშვების უბანზე შეიძლება იყოს ორი. ერთი არის პირდაპირ არეულობა, მეორე არის ზეწოლა ამომრჩევლებზე. მედია პორტალ ოლმედიას სახელით ათასობით მოქალაქეზე გაცემულ მედია აკრედიტაციაზე CSKO-ში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მედიას საშუალებას აკრედიტაციის გარკვეული რაოდენობის დამატება მეორე ტურისთვის კანონით შეუძლია. ბრალდებას, რომ ნაციონალური მოძრაობა ეგრეთ წოდებულ ყალბ დამკვირვებლებზე მედია აკრედიტაციას გასცემს. პარტიის ყოფილი მხარდამჭერებიც ადასტურებენ, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა წინა არჩევნებზეც იყო და ამ დამკვირვებლების ნაწილი ამომრჩევლებთან აგიტაციასაც ეწეოდა. სარჩელი CSKO-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა საარჩევნო ბლოკი კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო მანდატები გადანაწილდა. პატრიოტთა ალიანსს პარლამენტში 6 წარმომადგენელი ეყოლება, თუმცა პარტიას CSKO-ს გადანაწილების მიმართ შენიშვნები აქვს და ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ 17 გადაუნაწილებელი მანდატიდან მას უფრო მეტი მანდატი ერგება და 6-ის ნაცვლად პარლამენტში 10 წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. პატრიოტთა ალიანსში ამბობენ, რომ სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც მანდატები ნაწილდება, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლომ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, ვერ გათავისუფლდა ზეწოლისგან, ეს გადაწყვეტილება არ იყო დამოუკიდებელი, ხელისუფლებას არ უნდა ერთი მანდატიც დათმოს, ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
მიაღებინა გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო კანონიერი, ეხლა უკვე საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში, როდესაც ჩაუბრდება წერილობით დოკუმენტი. თუ მოსარჩელე მხარეს თემის პოლიტიზება აწყობს, ეს მათი საქმეა, მათი პრობლემაა, ჩვენ საკითხს ვაფასებთ სამართლის ნორმათა მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის 49 მუხლი არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მანდატების წევრთა გადანაწილების წესს. ეს წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით, საარჩევნო კოდექსით, ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილ იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 23 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რის შედეგადაც მოხდა მანდატების გადანაწილება. 30 ოქტომბერს გაირკვევა მოიპოვებს თუ არა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას და რომელი პარტია რამდენ ადგილს დაიკავებს საქართველოს პარლამენტში მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოლოდინი აქვთ, როგორ პროგნოზს აკეთებენ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაში და ვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ საკუთარ ამომრჩეველს სხვა პარტიები. ნიკა მუკბანიანი საუბრებს დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნიკა, მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად ძირითადი ბრძოლა ორ პარტიას, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება. 50 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტურია, 45-ში ერთმანეთს სწორედ ეს ორი პარტია დაუპირისპირდება. ქართულ ოცნებაში მეორე ტურთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქართული ოცნება 50-დან 59 ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. თაწმინდის ოლქს კი სწორედ იმიტომ ვერ მოიგებს, რომ იქ მმართველ გუნდს კანდიდატი არ ჰყავს. წარმატების იმედი აქვთ ნაციონალურ მოძრაობაშიც, თუმცა მათი მიზანია ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს. მიუხედავად იმ ძალადობისა, რომელიც ჩვეული გახდა ამ ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მეორე ტურში მივაღწიოთ წარმატებას, იმიტომ რომ ეს უკვე ცდება მხოლოდ ჩვენი პარტიის ამოცანებს და ინტერესებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ ჩაიგდოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩაივლეს მშვიდობიანად, ვერავინ ვერ გაბედავს გაიმეოროს ის მცირეოდენი ინციდენტებიც კი, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში. შედეგი თუ გაინტერესებთ, ასე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 50-ვე უკაცრავად 59 ოლქში მოიგებს ქართული ოცნება. ერთი ოლქი შეიძლება ვერ მოვიგოთ. იმიტომ რომ ჩვენი წარმომადგენელი არ არის. თაწმინდა სკოლის პარტია თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა წევრებმა საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდამჭერისკენ რამდენიმე დღის წინ მოუწოდეს. თუმცა განსხვავებულია პარტიის მოქმედი წევრების პოზიცია. ისინი მოქალაქეებს ურჩევენ არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას არ დაუჭირონ მხარი. არც ერთ პარტიის მხარდამჭერისკენ მოუწოდებს საკუთარ ამომრჩეველს პატრიოტთა ალიანსი. ბურჭულაძის პარტიაში კი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი პოზიცია დღეს მაინც დააფიქსირა და ნაციონალურ მოძრაობას ღია მხარდაჭერას გამოუცხადა. მე წარმოვადგენდი პატა ბურჭულაძის პარტიას, მაშინაც და ეხლა წარმოვადგენ, ვიყავი კანდიდატი, რომელიც სამწუხაროდ ვერ გავიდა. თუკი დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის უფლებას, ასე ვთქვათ, ჩაიგდებს ხელში, აი ზუსტად ამ საშიშროების წინააღმდეგ გავილაშქრეთ. თემურ გაფრინდაშვილი ბოლომდე იბრძოლებს მასთან ერთად მთლიანად ჩვენი პარტია ჭიათურაში გამარჯვების მისაღწევად და ეს არის ერთადერთი ოლქი, სადაც ჩვენ აქტიურად მოუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დაგვიდგნენ გვერდზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ინსტრუქცია ჩვენი აქტივისტების, ანუ პარტიის წარმომადგენლების და ვთქვათ კოორდინატორების მიმართ, რომ არ დაეხმარონ არც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს და არც სახელმწიფო ძალის კანდიდატებს. ჩვენ რომელიმე კანდიდატის მიერ გამოხატული პოზიციები არ გვექნება, საერთოდ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულება ცნობილია უკვე კარგი ხანია, შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერებიდან ვინც მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველგან ველოდებით წარმატებას და მხარდაჭერას. ჩვენი კანდიდატები არიან ძალიან დამაჯერებელი ლიდერის პოზიციებზე, მათ ძალიან დიდი სხვაობა აქვთ მეორე პოზიციაზე გასულ კანდიდატებთან. ეს დიდი სხვაობა გვარწმუნებს იმაში, რომ ქართული ოცნების ყველა კანდიდატი ამომრჩეველმა მიიჩნია, რომ არის მათთვის უკეთესი, რომ იყოს საქართველოს პარლამენტში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს შედგება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დასრულებულია და მათი რაოდენობა 2.226.600-ია. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
მადლობა. ნიკა მოგბანიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გადავადების გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტის წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს გაუგზავნეს. კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკება, რაც შეიძლება მალე მოკლე დროში ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ. დეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკების დაწყების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. რაც ნიშნავს მიმართვა და რა გზა დარჩა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლამდე. მიშა ფეიქრიშვილი გაგვაცნობს დეტალებს. მიშა, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმზე უნდა იმსჯელოს და წევრ ქვეყნებთან შეთანხმებასაც უნდა მიაღწიოს. ვადებთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია, თუმცა ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ეს თემა ნოემბრის პირველ ნახევარში უნდა მოგვარდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ახლო პერსპექტივა გახდება საქართველოსთვის. მანამდე კი საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ ამოქმედდება, ვიდრე არ იარსებებს ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმი. გუშინ ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს მიმართა და მოუწოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს. 1 კვირის წინ კი მოწოდება იყო პირიქით ევროკავშირის საბჭო მოუწოდებდა ევროპარლამენტს, რომ დაჩქარდეს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. მაყურებლისთვის უფრო თვალნათელი რომ გახდეს, სურათი ასეთია: საჯარო ურთიერთმოწოდებების მიღმა დღის წესრიგში დგას შეთანხმების აუცილებლობა, ვერც ერთი ინსტიტუტი დამოუკიდებლად პროცესს ვერ დააჩქარებს, ანუ ევროკავშირის საბჭო ვერ დააჩქარებს პროცესს, ვიდრე შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედება. ევროპარლამენტი ვერ დანიშნავს ასევე კენჭისყრას, ვიდრე საბჭოსთან არ მოხდება შეთანხმება. ასე რომ გუშინდელი მიმართვა აზრს კარგავს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად არც ევროკავშირში საქართველოს ელჩი დაგვთანხმდა, რომ ესაუბრა მიმდინარე პროცესზე და მთავარ მოლოდინებზე. თბილისში კი საკითხზე მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდებოდა. მოკლედ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, კაფიო მესიჯი ევროსტრუქტურებს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველოს თვლიანად შეასრულა ვალდებულებები, მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესი და ჩვენ წლის ბოლომდე მოახერხებთ, ვთქვათ, ევროკავშირში, ჩვენი მოქალაქეები მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას. ოცნების მთავრობამ ვერ იმუშავა, თავი ვერ მოაბა ამ საქმეს, შესაბამისად დროში გაიწელა და ეხლა უნდა სხვაზე გადაბრალება, როგორც მათ ჩვევიათ ხოლმე. იმედია, ეხლა მაინც იმუშავებენ შესაბამისი ინტენსივობით და 1 იანვრიდან გვექნება საქართველოს ექნება ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. საქართველოს უნდა მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო, თქვათ, რამდენიმე თვის იყო არ დამოკიდებული საქართველოსზე, არამედ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება და რასაც დღევანდელ მსოფლიოში აქვს ადგილი, თუმცა აქაც გადალახულია გარკვეული ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზა ლიბერალიზაციისთვის, თუმცა მე არ შემიძლია მაინც არ შევეხო ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზა ლიბერალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ესეთია, რომ ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. ეს რაც შეეხება მოლოდინებს თბილისში, რაც ეხება დარჩენილ პროცედურებს, მოლოდინები ასეთია: ევროპარლამენტმა ჯერ შეჩერების მექანიზმზე უნდა იმსჯელოს და დაადგინოს. დღეს არსებული პროექტის მიხედვით ევროკომისიას ეძლევა უფლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც არ შეასრულებს რეადმისიით ნაკისრ ვალდებულებებს. კომისიას ასევე მიენიჭება უფლება დადასტურებული უცაბეთიან არსებითი დარღვევების შემთხვევაში მთლიანად შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა დამრღვევ ქვეყანასთან. მხოლოდ ამ ნორმის ამოქმედების შემდეგ აქვს უფლება მოსილება ევროკავშირის საბჭოს, რომ პროცესს მსვლელობა მისცეს და მოგვიანებით ევროპარლამენტის სტომის დღის წესრიგში შევიდეს საკითხი. კენჭისყრის ჩანიშვნის შემდეგ საკითხი ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყდეს. გამომდინარე წინასწარი განწყობებისა, თუ საკითხი კენჭისყრამდე მივიდა, საქართველოს უახლოეს მომავალში დამატებით სიურპრიზებს აღარ უნდა ელოდეს და შესაბამისად ვიზა ლიბერალიზაცია რეალობად იქცევა.
მადლობა, მიშა ფეიქრიშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ნატო კი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნვას იწყებს 6 წევრი ქვეყანა უკვე შეთანხმდა, რომ რეგიონში საკუთარ ძალებს განათავსებს. ამასთან ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით ნატოს 16 წევრი თანახმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ბატალიონების ფორმირებაში ჩაერთოს. ენ სტოლტენბერგმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას განაგრძობს. ჩაერთვება თუ არა საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და როგორ აფასებენ დიპლომატები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ნატოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და როგორ აისახება პროცესი საქართველოზე. ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალებით. ლიკა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს, თუმცა უნდა მოახდინოს რეაგირება რუსეთის ქმედებებზე. ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით ალიანსმა რეაგირება უნდა მოახდინოს, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხედავს, რომ რუსეთი მზად არის შეიარაღებული ძალები გამოიყენოს მეზობლების, ყირიმის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ 6 მოკავშირე კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა. ეს ზომა კი სტოლტენბერგის ინფორმაციით მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. რაც შეეხება ბატალიონების ფორმირებას, სტოლტენბერგი ამბობს, რომ ამისთვის 16 ქვეყანა უკვე მზადაა. ნატოს გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ ევროპაში 2017 წლის დასაწყისში 4 ბატალიონი განთავსდება. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს. ალიანსის გადაწყვეტილებას მიესალმება ნატოში საქართველოს ელჩი. საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ საქართველო როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად არის მიმართული. საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივანმაც. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და არ გვსურს შეიარაღების რბოლა. ამიტომ ის, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი და პროპორციული ქმედებები. ამავე დროს ნატომ უნდა მოახდინოს რეაგირება, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. ვხედავთ, რომ ის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახორციელებს და რაც ყველაზე მთავარია, ვხედავთ, რომ ის მზად არის გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები მეზობლების, ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ. ასევე ვხედავთ მუქარის რიტორიკას რუსეთის მხრიდან. ამგვარად ნატომ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა უზრუნველყოს სათანადო შეკავება უსაფრთხოების სფეროში შექმნილ ახალ გარემოში. საქართველო არის ნატოს საკვანძო და ძვირფასი პარტნიორი. ჩვენ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებებით აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო იმყოფებოდა საქართველოში ბოლო პერიოდში. დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოში გავხსენით წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ასევე ჩავატარეთ მასშტაბური ერთობლივი წვრთნა მიმდინარე წელს. ჩვენ მუშაობთ საქართველოში მრავალი მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკუთარი ფორმატების ფარგლებში მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში. მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში. თავის მხრივ საქართველო მზად არის განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამტკიცებაში. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც შავი ზღვის სახელმწიფოსათვის და როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის თემაზე სტრატეგიულ დისკუსიებში. გადაწყვეტილება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების. ის პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მისასალმებელია, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე ითარგმნება პრაქტიკულ ნაბიჯებში. ნატოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და საქართველოსთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ ექსპერტები. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ალიანსის ეს გადაწყვეტილება შესთავაზებს.
დღევანდელი განცხადება პრაქტიკულად უკვე ნაბიჯი არის წინ გადადგმული ვარშავის სამიტის შედეგის განხორციელება იწყება. მართალია კონკრეტული ქმედებები ალბათ 2017 წელს იქნება უკვე და თებერვალში ჩამოყალიბდება კონკრეტული ღონისძიებები, მაგრამ ის რაც დღეს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ეს არის ცალსახად გამოხატულება შავი ზღვის რეგიონის ქმედითი გაძლიერების. ნატოს შავ ზღვაზე ყავს პარტნიორები, მათ შორის ისეთი პარტნიორი, როგორც საქართველო არის, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი დონის სამხედრო თავსებადობა, სრული ფასეულობითი თანხმედრა და რაც მთავარია, გაცხადებული მიზანი გახდეს ამ ალიანსის წევრი. შესაბამისად, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ჩაერთოს და შეძლების დაგვარად მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ნატოს ღონისძიებებში შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას, რომ შავ ზღვაში უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს და მათი ძალები განთავსდეს, დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. ოპოზიციაში კი ამ საკითხზე აზრი განსხვავებულია. ნათელია, რომ მიმდინარეობს შავი ზღვის აუზის გამალებული მილიტარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის ამაუში მდებარე ქვეყნების, რადგანაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დგება, რომ ნატომ სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესახებ. ვფიქრობთ, რომ ნატოს ამგვარი მოქმედებები საქართველოს აქტიური ჩართულობა რეგიონალურ პროცესში უდაოდ ხელშეუწყობს ჩვენ ქვეყანაში მეტ სტაბილურობას და მეტ უსაფრთხოებას. ჩვენ ვართ ძალიან მყარი პარტნიორები ჩვენი ნატოსი, რომლის წევრობისკენაც მივუწვით, ამიტომ ჩვენი ამ პროცესში ჩართვა ერთის მხრივ არის ამ ნატოს ღონისძიებაში ჩვენი სრულფასოვანი თანამონაწილეობის გამომხატველი, მეორე მხრივ კი რა თქმა უნდა ეს მეტ მშვიდობას და მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას მოუტანს მთლიანად რეგიონს. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2016 წლის ივლისში ვარშავაში ნატოს სამიტზე მიიღეს. იენს სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს გეგმების კონკრეტული დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი. მანამდე კი ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების გაგრძელებაზე საუბრობს, რაც სტოლტენბერგის შეფასებით მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ნატოს გენერალურ მდივანს არც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი დავიწყებია, რომელიც საერთაშორისო მისიებში შეაქვს. მადლობა. ლიკა ალერიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, ახლა კი რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. მთავრობის გზავნილები. ევროკავშირის 30 მილიონიანი გრანტი საქართველოს აეროდრომის პროექტირება ახმეტის მუნიციპალიტეტში და სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხი. რა მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობას და იგეგმება თუ არა სამინისტროების შერწყმა. აფხაზური ენის დღე და პრემიერის მილოცვა საქართველოს მოსახლეობას. ქართულ აფხაზურ ენაზე გამოცემული მერაბ კოსტავას ბიოგრაფია. რა საფრთხის წინაშე დგას აფხაზური ენა და როგორ სწავლობენ აფხაზურს ქართველი ბავშვები. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ამ პროლაურის შემდეგ ომალო მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ხდომაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის მშენებლობის შესახებ იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ომალოში ახალი აეროპორტის მშენებლობა მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილია, თუმცა ამ სიახლის გარდა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრა, ამჯერად საუბარია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტზე. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით თანხა ქვეყანაში მმართველობის რეფორმის განხორციელებისთვის დაიხარჯება. მთავრობის ხდომის გზავნილებზე კი პირდაპირ ეთერში ყვეთ თამარ ციკლაური ისაუბრებს. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. დღევანდელი მთავრობის ხდომის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გრანტის სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას უკავშირდება. გიორგი კვირიკაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ეს თანხა საქართველოში მმართველობის რეფორმას მოხმარდება, თუმცა კონკრეტულ გეგმაზე საუბარს ხვალ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან იანო შერმანთან ერთად დაგეგმილ ბრიფინგზე გეგმავს. პრემიერის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ამ მოცულობის გრანტს გასცემს, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველობითი რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. მმართველობითი რეფორმა არის ჩვენი 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ძალიან მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით სპეციალურ დახმარებას გამოყოფს და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ასევე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება საქართველოში და ჩვენ
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიხდება ამ მიმართულებით იმისათვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს. კიდევ ერთი სიახლე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ამჯერად უკვე მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელების ნაწილში სივრცით მოწყობას უკავშირდება. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მთავრობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის მშენებლობას გეგმავს. სწორედ ომალოში აეროპორტის მშენებლობის პროექტი იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის ხდომაზე იმსჯელეს. ახალ აეროპორტზე საუბრის პარალელურად გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის შესახებაც. პრემიერის თქმით, ამბროლაურში ამ პროექტის განხორციელება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს და იქ სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების სავარაუდო ვადად ახალი წელი დაასახელა. სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ შიდა ავიაციის განვითარება და ჩვენი მიზანია ის, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს და რა თქმა უნდა ტურისტებმა ისარგებლოს და ეს პირველ რიგში გულისხმობს ამ შემთხვევაში თუშეთს, რომელიც არის ნამდვილად მარგალიტი საქართველოსი თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით და ასევე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოდის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში უკვე აღნიშნავთ იქ ასაფრენის ზოლის დასრულებასაც და რა თქმა უნდა აეროპორტის დასრულებასაც. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამჯერად უკვე მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ კომენტარების გაკეთება მოუხდათ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო უწყებების სავარაუდო ოპტიმიზაციის საკითხს ეხება. იგეგმება თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია და როგორია თავად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ კონკრეტულად მის უწყებაში მსგავსი ცვლილება არ იგეგმება, ხოლო თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით მთავრობა ამაზე არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თქმით კი მცირე ცვლილებები ყოველთვის არის მოსალოდნელი. საქართველოს თავის მთავრობის ზონით და ბიუჯეტში მთავრობის დანახარჯებით ერთ-ერთი მოწინავეა ყველაზე დაბალი დანახარჯებია მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ასე რომ რამე განსაკუთრებულ ოპტიმიზაციებს ალბათ არ უნდა ვეროდებოდოთ. მცირეოდენი ცვლილებები, მცირეოდენი გადახალისება ყოველთვის ხდება და ეს ყოველთვის იქნება მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი, თუ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტრო გაუქმდება, იმიტომ რომ ყველა დევნილი დაბრუნდება თავის სახლში. რაც შეეხება ლტოლვილებს, რომლებიც უცხოეთიდან შემოდიან, მაშინ დაგვჭირდება მხოლოდ მცირე სააგენტო, რომელიც მათ მოემსახურება, მაგრამ სანამ ვართ ოკუპაციის პირობებში და სანამ უამრავი დევნილი დასასახლებელი, სამწუხაროდ ამ სტრუქტურის აუცილებლობა არსებობს. სამინისტრო აგრძელებს ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის ჩვენი მიმართულებით. ჩვენ მუშაობთ, ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და სახელმწიფოსათვის შერიგების მიმართულება, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასე დარჩება. მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს არ უსაუბრიათ იგეგმება თუ არა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები და თუ იგეგმება რა სახის იქნება ეს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხობდნენ, რომ ამ კითხვებს პასუხი სწორედ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაეცემა. მადლობა, თამარ ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სარფის აბაჟოზე მიმოსვლა შეფერხებულია შეზღუდვის მიზეზი თურქული მხარეა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით პრობლემა თურქეთის სისტემური ხარვეზის გამო წარმოიშვა და ამ დრომდე ორივე მიმართულებით მოქალაქების მიმოსვლა შეზღუდულია. თურქული მხარე ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფრთხოებად მუშაობს, თუმცა კონკრეტული დრო როდის აღდგება სრულად საბაჟო მიმოსვლა ამ დროსთვის უცნობია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით თურქეთს შეფერხება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სასაზღვრო პუნქტთან აქვს. ლანჩხუთიდან ჩამოვედი, დილის 6 საათის მერე ველოდები, გასვლა მინდა სამუშაოდ მივდივარ, ვერაფრით ვერ მივდივარ. არავინ არ გვეუბნება პასუხსაც და რამეს. ტაბოჟნიაზე ყოფილა პრობლემა, მაგრამ რატომ კითხვები შედება ბუნებრივი, რომ რატომ გადადის თურქი მოქალაქე და ჩვეულებრივად გამოდის. ესე იგი პროგრამულად არანაირი პრობლემა არ არის.
ზუსტად არ ვიცით. სისტემის შეწყვეტის გამო ძალიან ნელა მუშაობენ. იმის იქით არანაირი პრობლემა გარდა იმისა, რომ არის უამრავი რიგი, მოსული ხალხის რაოდენობა ელოდება. მცირე რაოდენობით ხდება ორივე მიმართულებით გატარება, უმნიშვნელოა ეს რაოდენობა ძალიან, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდულია კვლავაც. პრობლემა წარმოიქმნა თურქულ მხარეს სისტემური ტექნიკური პრობლემის გამო. როგორც თურქები აცხადებენ, ისინი მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა რა დრო დაჭირდება პრობლემის სრულ აღმოფხვრას, ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია. ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შუამთაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანი ტურისტული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. 60-მდე დასაქმებულიდან უმეტესობა არის ადგილობრივი პროექტი კი 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. საქართველოს პრეზიდენტმა 68 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 4 ქალია. გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა როგორც მძიმე ისე ნახევრად მძიმე საქმისთვის მსჯავრდებულები. შეწყალებიდან 54-ს კი შეფარდებული სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმცირდა. შეწყალების კომისიამ 15-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით სულ 1095 პირის საქმე განიხილა. სრულყოფილად რეალიზაციას არ ექნება პრობლემა. აფხაზური ენის დღე და პრემიერის მილოცვა რამდენიმე წელია აფხაზეთთან ერთად 27 ოქტომბერს ქართველებიც აღნიშნავენ. რა საფრთხის წინაშე დგას აფხაზური ენა და როგორ სწავლობენ აფხაზურს ქართველი ბავშვები? მაკალაშხიაგი ამბობთ. უანე ჰათარ რუკცა იან ველმშო ახზარ რუკცა გუ ია უმრგან რაჟა ხაცა ურთ რუსკლა უარა ინაგძა მარიამი აფხაზეთიდანაა, თუმცა მას მშობლიური კუთხე არასოდეს უნახავს. ამბობს, რომ ფირუზისფერ ზღვასა და ოქროსფერ ქვიშაზე მამა ხშირად უყვება. ის კი აფხაზეთს მხოლოდ ფოტოებით იცნობს. წელს მარიამმა თანატოლებთან ერთად აფხაზური ენის შესწავლა გადაწყვიტა. ამბობს, რომ აფხაზურად ბგერების გამოთქმა ჯერჯერობით უჭირს. მე უკვე ვისწავლე წერაც, კითხვაც და ნელ-ნელა ვსწავლობ უკვე ლექსებს. მინდა რომ აფხაზეთში თუ ჩავედი, არ გამიჭირდეს მეგობრობა ბავშვებთან, ურთიერთობა. აფსუამ ბზშა ახა ნაძრა აკუმზაით, ნაზაზე იყაზაით. იშუდეს ნჰულიტი ხეთი ამშ. ასე კი აფხაზი ირმაოსია ენგურსიკით დარჩენილ ნათესავებს აფხაზური ენის დღეს ულოცავ. საქართველოში მოღვაწე აფხაზი ჟურნალისტი წუხს, რომ მის მშობლიურ ენას გადაშენების საფრთხე ემუქრება. ირმა ამბობს, რომ აფხაზეთში ლიტერატურის არარსებობის გამო აფხაზურად სკოლებში მხოლოდ მე-4 კლასამდე ასწავლიან. აუცილებლად უნდა გადაითარგმნოს ყველა წიგნი, ისტორია, გეოგრაფია, აი ისევე ყველაფერი უნდა გადათარგმნონ აფხაზურ ენაზე. და უფრო უნდა ილაპარაკონ აფხაზურად. აფხაზური ენა არის ცოტა რთული ენა. შენ თუ არ მოусმინე, არ გაიგე, არ არსებობს, მაგრამ რომ შენ წიგნით ისწავლო და რაღაცა. აფხაზური ენის უნიკალურობაზე საუბრობს ენათმეცნიერი თამაზ გვანცელაძეც. ამბობს, რომ აფხაზური ქართულისგან განსხვავდება, თუმცა ამ ორს საერთოდს ბევრი აქვს. ქართულთან შედარებით ორჯერ მეტი ბგერაა. 64 ბგერა. ეს ერთი თავისებურება. მეორე თავისებურება გახლავთ ის, რომ ბრუნება არ აქვს ამ ენას. ქართულისა და აფხაზურის ისევე როგორც სხვა ქართულის მონათესავე ენები, თქვათ ჩერქეზული, ჩეჩნური თუ დაღესტნის ენები, ერთი საფუძვლიდან მოდის. უკვე წლებია მოძმეებს ენგურსიკით მშობლიური ენის დღეს საქართველოდანაც ულოცავენ. სწორედ ამ დღეს დაუკავშირა საკუთარი წიგნის პრეზენტაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა. მერაბ კოსტავა ასე ქვია წიგნს, რომელიც აფხაზურ ენაზეც ითარგმნა. ჩვენ აფხაზი ხალხის გულებისკენ სავალგზას ვეძებთ, აი ეს წიგნიც ქართულ აფხაზურად სწორედ მაგიტომ გამოიცა. 2 წლის განმავლობაში ვეძებდი ადამიანს აფხაზს, რომელიც ამ წიგნს აფხაზურად გადათარგმნიდა. წიგნის პრეზენტაციის გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სხვადასხვა თემაზე შესრულებული აფხაზებისა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრობის გამოფენაც მოეწყო. სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა გამოფენა დაათვალიერეს და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. დიდი სიამოვნებით ვეწვეოდი სოხუმს დღესაც ჩემანსამთან ერთად და ჩავიტანდი იქ აფხაზურ სიმღერებს და ცეკვებს და ვაჩვენედი აფხაზებს ჩვენ როგორ ვცდილობთ ეს კულტურაც ისევე დავიცვათ და განვავითაროთ, როგორც ჩვენი მეორეშტო, ანუ ორიგინალური ჩვენი ქართული. მე მახსენდება 99 წელს, როდესაც მე მიმყავდა მიტინგი ცენტრალურ მოედანზე სოხუმში, მაშინ
ვერაკვესტავა მიმართა აფხაზებს და ასეთი რამ თქვა. ჩვენ უნდა მოუვაროთ აფხაზურ ენას და აფხაზურად სწავლებას სკოლებში. აფხაზური ენის დღე ქართველებს პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. მინდა მიულოცო არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. მე დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველას გვჟერა, რომ ჩვენ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში. აფხაზური ენის დღე საქართველოში რამდენიმე წელია აღინიშნება. სირიის 5 წლიანი კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა სკოლაზე ასე შეაფასა UNICEF-მა იდლიბის პროვინციაში სკოლაზე მიტანილი საჰაერო იერიში. სასწავლო დაწესებულების დაბომბვას ორგანიზაციის მონაცემებით 22 ბავშვი ემსხვერპლა. ტრაგედია იდლიბის პროვინციაში ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი. ამ კადრებში სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც სირიის იდლიბის პროვინციაში სკოლაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. UNICEF-ის მონაცემებით ამ ავიაიერიშს 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა. ეს ტრაგედია, ეს ძალადობა, თუ ეს მიზანმიმართულად განხორციელდა ეს სამხედრო დანაშაულია. ეს ბოლო სისასტიკე შესაძლოა გახდეს სირიაში 5 წლის წინ დაწყებული კონფლიქტის განმავლობაში სკოლაზე განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმა. სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ალეპოს მახლობლად მდებარე იდლიბს ამბოხებულები აკონტროლებენ. სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტები სკოლის დაბომბვაში რუსეთსა და სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ. ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს საფრანგეთი. ვინ აგებს პასუხს? ნებისმიერ შემთხვევაში არა ოპოზიცია, იმიტომ რომ ბომბების ჩამოსაყრელად თვითმფრინავებია საჭირო. ეს ან ასადის რეჟიმია, ან რუსები. ეს ამ ომის საშინელების კიდევ ერთი დემონსტრაციაა. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ეს ტყუილია ამ საშინელ ტრაგედიასთან, ამ საშინელ თავდასხმასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. მომხდარის საერთაშორისო ინსტანციების დაუყოვნებლივ ჩართვას ითხოვს. სირიაში კონფლიქტის ესკალაცია მწვავე დებატების მიზეზი გახდა გაეროს უშიშროების საბჭოში. გაერომ უშიშროების საბჭოს წევრებს სირიაში მოსახლეობის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სირიისა და რუსეთის ძალები ბომბავენ მოქალაქეებს და თუ დღეს ისინი გადარჩებიან, ხვალ მათ შიმშილი ემუქრებათ. ყოველ თვე გამოვდივარ თქვენს წინაშე სიტყვით და წარვადგენ გრევისა და სისასტიკეების სულ უფრო საშინელ ფაქტებს. ყოველთვიურად ანგარიში სულ უფრო მეტად შემზარავ მონაცემებს შეიცავს და არაფერი იცვლება ომისა და ამ ხალხის ტანჯვის შესაჩერებლად. ბატონი ობრაიანის დღევანდელი გამოსვლა მაიძულებს რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გავაკეთო. ბატონო ობრაიენო, ჩვენ რომ ქადაგება გვჭირდებოდეს ეკლესიაში წავიდოდით. ლექსების მოსასმენად კი თეატრში წავიდოდით. გაეროსგან ვითარების ობიექტურ შეფასებას ველოდებით, რაც თქვენ აშკარად არ გამოგივიდათ. დღეს მოსმენილისგან ნიშანდობლივია ერთი რამ. რუსეთი გაეროსგან მადლიერებას ელოდება. ვულოცავთ რუსეთს, რომ რამდენიმე დღით ცეცხლგამჩენი ბომბების გამოყენება შეწყვიტა. მადლობა, რომ რამდენიმე დღით ასეთური ბომბები სამოქალაქო ზონებში არ გამოიყენა. უფლებადამცველების მონაცემებით სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებს 10,000-მდე მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ამასთან საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის იერიშების შედეგად 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. რასელის არჩევნებზე მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი როგორ აფასებს საარჩევნო უბნებზე ოლმედიას 4,000-მდე დამკვირვებლის ყოფნას და რატომ საუბრობს არჩევნების დღეს დაგეგმილ შესაძლო არეულობაზე. როგორია სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ამ მრჩეველთა მიმართ არჩევნებამდე 3 დღით ადრე და გამარჯვების შემთხვევაში რა ინიციატივები ექნება პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილი სტუმრად 20:30-ში. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება რასელის არჩევნებზე მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი როგორ აფასებს საარჩევნო უბნებზე ოლმედიას 4,000-მდე დამკვირვებლის ყოფნას და რატომ საუბრობს არჩევნების დღეს შესაძლო არეულობაზე. როგორია სალომე ზურაბიშვილის გზავნილები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და გამარჯვების შემთხვევაში რა ინიციატივები ექნება პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილი სტუმრად 20:30-ში. ქალბატონო სალომე, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. დღის ერთ-ერთი მთავარი და უნდა გითხრათ მშიბზია.
დღეს არის აფხაზური ენის დღე და გამარჯობა აფხაზურად. შიბზია. ქალბატონო სალომე, რამდენიმე საათის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეთ საინფორმაციო სააგენტო ოლმედიას აკრედიტებული წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც პირველ ტურზე იყო 3405, მეორე ტურისთვის რამდენიმე ასეული, დაახლოებით 500 დაემატა. როგორ ფიქრობთ, საინტერესოა თქვენი პოზიცია, რა შედეგზე შეიძლება იყოს ორიენტირებული, ან რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რისთვის არის საჭირო? რისთვის არის ბევრ რამისთვის შეიძლება იყოს საჭირო, ანუ არეულობის შეტანა, ზეწოლა, რაღაც ფსიქოლოგიური წინასწარ ზეწოლა ამ მომრჩეველზე, რომ აი ჩვენ გვაქვს ისეთი ხერხები და ისეთი საშუალებები, რომელიც ყველაფრის გაკეთების საშუალებას მოგცემს. ვნახავთ რაც იქნება, მე მგონი რომ ბევრად ნაკლები საშუალებები ექნებათ რეალურად არჩევნების დღეს, მაგრამ მაინც მე მინდოდა ამ განცხადების გაკეთება როგორც პრევენცია, რომ ყველა მიცოდეს და პირველ რიგში ეს იყო მიმართული უბნების თავმჯდომარეების მიმართ, რომ ისინი არ იყვნენ პასიურად და მიიღონ ყველა საჭირო ზომები, რომ არ შეუშვან 3 ადამიანზე მეტი ამ ოლმედიას სააგენტოსგან, რადგან მათ შეუძლიათ ამ რაოდენობის ბაჯებით ძალიან ბევრი ხალხის მოყვანა და რეალურად უბანზე ის შფოთვა, რაც უკვე შევამჩნიეთ, ყოველ შემთხვევაში მთაწმინდაზე ასე იყო. ძალიან ბევრი არასამთავრობოები იყვნენ, ოლმედიას უკვე ყავდა თავისი აკრედიტირებული 3400 ჟურნალისტი და მათგან რამდენიმე იყვნენ უბნებზე, კამერათი, იყო ცნობილი ჟორიკა და ეს ყველაფერი ქმნის რაღაც შფოთვას უბნებზე, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ შვიდ გარემოს, რომელიც უნდა არსებობდეს. მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ კანონი ამის უფლებას აძლევთ, რომ ძალიან ბევრი იყოს აკრედიტირებული, ეს არის ხარვეზი კანონში, რომელიც უთუოდ უნდა იყოს გამოსწორებული მომავალში, რადგანაც კანონი თუ დაწვრილებით არ ამბობს, კანონის აზრი არის, რომ სიმშვიდე იყოს უბანზე და არ იყოს ზედმეტი ადამიანები, რომლებიც ტრიალებენ იქა. დამკვირვებლება არის ერთი რამ და შემოყვანა ზედმეტი ადამიანების ქმნის ან თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ქალბატონო სალომე, თუ სწორად გავიგე რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან ასოცირებულები ნაციონალურ მოძრაობასთან? ესენი იმ სიიდან, რაც გამოირკვა და მისი დამფუძნებელი და ყველა ის ადამიანები, რომლებიც შიგნით არიან, კიდევ ერთხელ ჟორიკას მეთაურობით, არიან დაკავშირებული თუ ვინმესთან ნაციონალურ მოძრაობასთან. და ისინი მოქმედებდნენ იმ უბნებზე, სადაც იყვნენ შემოყვანილი ნაციონალური მოძრაობისთვის. ის კამერები იყო მათი კამერები და ასე შემდეგ. ასე რომ ეს კანონით დაშვებული უნდა იყოს გაკონტროლებული და ეს არის პასუხისგებლობა CSKOS-ი თავმჯდომარეების, რომ ამითი არ შეეშალოს ხელი ნორმალურ შვიდ გარემოს, რომელიც უნდა სუფევდეს არჩევნების დროს. ეს არის ჩემი პრევენცია. გასაგები, რადგან ნაციონალური მოძრაობა ახსენეთ, აქვე ოდესის გუბერნატორს გავიხსენებ, მორიგი განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა, მე მინდა ციტატა წაგიკითხოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო დაწესებულებები, ყველა მშვიდობიანი ფორმა პროტესტის აზრების გამოხატვის. როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს ეს ფრაზები? არის ეს უბრალოდ საბრძოლო განწყობა? მე არ ვიცი რაზე მიანიშნებს, მაგრამ ცოტა არ იყოს მიკვირს, ვერ გავიგე ჩვენ ვიზელაპარაკობს უკრაინელებზე, ოდესაზე, ვინ არიან ჩვენ და რა უფლება აქვს დღევანდელ დღეს ოდესის გუბერნატორს, რომ კიდევ ერთხელ წინას არჩევნოთ, უკვე გააკეთა მთელი რიგი განცხადებები, კიდევ ერთხელ აკეთებს განცხადებებს. მე არ ვიცი რა დემარშები გაკეთდა უკრაინაში, მაგრამ მე ვთვლი, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ყოფილი დიპლომატი, ვთვლი, რომ უთუოდ უნდა გაკეთდეს. მე არ ვიცი ჩვენი ელჩი უკრაინაში რას აკეთებს, მაგრამ ეს არის არასტანდარტული ფორმა ჩარევის ქვეყნის შიდა საქმეებში ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს, ანუ არჩევნებამდე 2 დღით თუ 3 დღით ადრე. და მე მგონი, რომ ამაზე უნდა იყოს რეაგირება. აქტიურობისკენ მოუწოდა ისე როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ეს არის მთავარი ამაში და დანარჩენი მისი განცხადებები მხარდამჭერებს, რომლებიც ასევე სავარაუდოდ თავის მხრივ კიდე ამ მომრჩეველს მოუწოდებენ ნაციონალური მოძრაობის
მოძრაობის მხარდაჭერისკენ. მეორე ტური, ძალიან მნიშვნელოვანი ტური. რატომ გახდა, როგორ ფიქრობთ, ეს მეორე ტური საჭირო? ანუ რამ განაპირობა ეს მოცემულობა? 50%-იანი 50%-ამდე აწეული ბარიერი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში განხორციელდა და ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ამით საქმე გაირთულეს. მართლაც გაირთულეს, ფაქტია მეორე ტურის დანიშვნიდან გამომდინარე. თქვენი შეფასება როგორია? თავისთავად მე მგონი რომ ეს არის დემოკრატიული ლობისკენ ნაბიჯი გადადგმული 50%-ის ბარიერი, რომელიც აქ არის ძალიან უჩვეულო და ხალხი არ იყო შეჩვეული და რაღაცა დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ აგვეხსნა, რომ 50 კი გავიმარჯვე, მაგრამ 50% ვერ მივიღე და ამიტომ საჭირო არის მეორე ტური. მაგრამ ბოლოს გაიგეს და მე მგონი ესეც კარგად მიღებული იქნა. მე მგონი რომ ძალიან კარგი ნაბიჯი არის. ერთი სამწუხარო პრობლემა იყო ამ შემთხვევაში და ჩემთვის კერძოდ რომ თაწმინდაზე მე ვიცი რომ იყო რაღაც პროცენტები გაყალბებული ხმები ნაციონალურ მოძრაობისგან და გვაქვს ფაქტები ამის დასტური და ნაციონალურ მოძრაობამ გააყალბა ხმები. ხო, ახლა ჩვევა რომელიც მოდის ოდიდან როგორ ახლა ეს ძალიან ძნელი მე ვიცი და გვაქვს ამისი ფაქტი რომ არსებობდნენ ბიულეტენები ნაციონალურ მოძრაობის წევრის უჯრაში რომელიც დავინახეთ ამაზე დაიწერა ბიულეტენი იყო თუ სწორად მახსოვს თქვენ გააკეთეთ განცხადება ორჯერ 50 ერთად და ბიულეტენები რომელიც იყვნენ ბეჭედით, ხელმოწერით, ოღონდ არა შევსებულები. მე ყველას შეუძლია რომ იფიქროს როგორ იქნებოდა ეს გამოყენებული. ეს ნაკლებად საინტერესო არის დღევანდელ დღეს, ვიცით რომ ძალიან ბევრი ფორმები ქონდათ და აქვთ გაყალბების. საინტერესო ის არის რომ ალბათ ეს იყო გამოყენებული იმისთვის სწორედ რომ მე არ მიმეღწია იმ 50%-ისთვის, რომელიც ყველა გამოკითხვებიდან მქონდა. ჩვენ ჩავატარეთ არაერთი გამოკითხვა და ყველაზე იყო დაახლოებით 55-57, ზოგჯერ მეტი პროცენტი. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ 50%-ის ბარიერი კარგია. ეს აძლევს საშუალებას ამ მომრჩეველს, რომ პირველ ტურში თავისი გემოვნებით აირჩიოს კანდიდატი და ეს მოხდა. ამ მხრივ ხმები გაიყო, გაიფანტა, სხვადასხვა ფორმით შეიძლება შევაფასოთ, მაგრამ პირველი ტური ეს არის მე ჩემი გემოვნებით მირჩევნია ის თუ მირჩევნია ესა და მეორე ტურში უკვე ირჩევ საბოლოოდ ვინ უნდა იყოს წარმომადგენელი. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ფორმა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამაში შემაშფოთებელს ვერაფერს ვერ ვხედავ. თუმცა კანონმდებლობა ალბათ უნდა იყოს აქაც შეცვლილი იმისთვის რომ ის აბსურდული სიტუაციები რომელიც დღეს გვაქვს რომ მეორე ადგილზე მყოფი ადამიანი აღარ მონაწილეობს და მაინც ტარდება მეორე ტური მისი სახელით ბიულტენზე ეს ცოტა აბსურდული არის. ანუ როცა მეორე ადგილზე მყოფი ადამიანი თავს იკავებს და აღარ მონაწილეობს, პირდაპირ უნდა იყოს შემდეგი შეჯიბრი პირველის და მესამეს შორის და აღარ უნდა გაგრძელდეს ეს უსასრულო რაღაცა შეჯიბრი. მაგრამ ეს არის ის ხარვეზები ჩვენი საარჩევნო კოდექსის, რომელიც უნდა გასწორდეს ნელ-ნელა და ძალიან ბევრი ასეთი წვრილმანი ხარვეზები არსებობს. საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებებზე საუბრობენ საკმაოდ აქტიურად, რადგან ამ მიმართულებით მივდივართ, ამაზეც კითხავთ, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, თუ იზიარებთ საინტერესოა ოპოზიციის პოზიციას საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან მიმართებაში. რომელი არის ოპოზიციის პოზიცია? მაგალითად, იგივე თუნდაც მაჟორიტარული. მე ვარ ძალიან მომხრე, არ ვიცი ეს ოპოზიციის თუ პოზიციის პოზიცია არის, მაგრამ პრინციპში ვარ მომხრე მაჟორიტარული არჩევნების ყველასთვის, რადგანაც ჩემი გამოცდილებით სხვა ქვეყნებიდან პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები არიან ბევრად უფრო ჩამოშორებული ამ მომრჩევლისგან. ანუ არსებობს მათ შორის დისტანცია, იმიტომ რომ რეალურად წყვეტს პარტია და პარტიის სტრუქტურები ხდებიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ მომრჩევლის ნება ამ შემთხვევაში, რომ რომელიმე დეპუტატს გაუგრძელოს მანდატი, ან აღარ მოინდომოს ის დეპუტატი, თუმცა მას მაინც უნდა იმ პარტიას მისცეს ხმა.
და ეს არის გასათვალისწინებელი და ალბათ საჭირო იქნება რომ ვიფიქროთ რომელი შერეული ფორმა თუ არა შერეული ფორმა ამ ყველაფერზე მსჯელობა არის საკითხი საჭირო მე არ ვთვლი მაგალითად მე პირადად რომ საბოლოო რაღაცა გადაწყვეტილება მაქვს მიღებული მაქვს ჩემი პრეფერენციები ამ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული პოზიცია როგორც ესეთი ამ ეტაპზე არ გაგაჩნია. მე მგონი საჭირო არის მოსმენა ყველა იმ მიზეზების რატომაც ზოგს ურჩევნია ის ფორმა და ზოგს სხვა ფორმა მე მაქვს ჩემი შეხედულება კიდევ ერთხელ წარვადგენ ჩემ არგუმენტებს მაგრამ არ ვიცი როგორი იქნება შემდგომ გადაწყვეტილება მე არ მგონია თან რომ ეს იყოს პირველი და ყველაზე პრიორიტეტული გადაწყვეტილება რაც უნდა იყოს მიღებული პრიორიტეტული საკითხები თუ რა თქმა უნდა გადალახეთ მეორე ტური და მოხვდით მე-9 მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილისთვის საინტერესოა ხარ დამოუკიდებელი კანდიდატი შესაბამისად გაცილებით რთული იქნება თქვენთვის სავარაუდოდ მუშაობა იმ ადამიანებისგან იმ დეპუტატებისგან განსხვავებით ვინც გუნდით არის წარმოდგენილი ან უფრო რთული ან უფრო ადვილი არ ვიცი გააჩნია რაღაცით იქნება უფრო ადვილი და რაღაცით უფრო რთული ცხადი არის მე არ მოვდივარ ძალით ჩემს უკან ან ჩემს ირგვლივ რომელიც მომცემს საშუალებას რომ ნებისმიერი ჩემი რაღაც ინიციატივა ვიცოდე რომ იქნება მხარდაჭერილი მაგრამ ამავე დროს ვთვლი რომ თუ იქნება გონივრული ინიციატივები არსებობენ ალბათ პარლამენტში ადამიანები რომელიც ამ გონივრულ ინიციატივებს ან ჩემთან ერთად ან მხარს დაუჭერენ და პირველი ინიციატივები არ ვიცი ახლა რიგითობით რა უნდა იყოს პირველი მე არა მაქვს პარლამენტის წინა გამოცდილება ეს არ არის ის სფერო და ის ფორუმი სადაც ადრე სხვაგანაც მონაწილეობდი მაგრამ ჩემი პრიორიტეტული დარგები არის რამოდენიმე ერთი არის ცნობილი ეს არის მოქალაქეობა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების საკითხები და ინტერესები მეორე არის იმ სტანდარტების ევროპული სტანდარტების შემოტანა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისთვის რომ ჩვენ გავხდეთ აქა ევროპელი და არა მხოლოდ ვიძახოთ რომ გვინდა ევროპელობა და ეს ეხება ძალიან ბევრ საკითხს დაწყებული სოციალურიდან თუ შრომის კოდექსი თუ შრომის პირობების დაცვა უზრუნველყოფა იმ უსაფრთხოების რომელიც დღეს ვხედავთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეს ასევე ეხება ალბათ იმ საარჩევნო პროცესის მორიგება და დარეგულირება როგორც ვხედავთ და ამავე დროს მთაწმინდიდან თუ გამოვდივარ და თბილისიდან არის კონკრეტული საკითხები რომელიც მოითხოვს კანონმდებლობას ეს არის ამ ძეგლების იმ სახლების რომელიც ინგრევა ამათი ბედი და როგორი უნდა იყოს ის კანონმდებლობა რომელიც ყველასთვის გასაგებ გახდის თუ რა პოლიტიკა იქნება სახელმწიფო პოლიტიკა ამათ მიმართ. გასაგებია კიდევ ერთი საკითხი ქალბატონო სალომე თქვენი ციტატა მინდა წავიკითხო რასაც მოყვა საკმაოდ ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი კრიტიკა თქვენი ოპონენტების მხრიდან იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დღის განმავლობაში ძალიან ბევრი განცხადება გააკეთეს მათ. ოკუპანტის სტატუსი რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა ყოველმხრივ გბლოკავს. ვერ მონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მართავენ და ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფალნი არიან, რომ ჩვენს ოკუპანტს დაელაპარაკონ. ვიცით, რომ სამხედრო გზა ჩვენი გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს გზა ქვეყნის შიგნით ყველა პარტიაში კარგად უნდა იყოს შეთანხმებული. ეს არის თქვენი განცხადება, რასაც შემდეგ უკვე თქვენი ოპონენტის ნიკოლოზ რურუას განცხადება მოყვა და მან ასეთი რამ თქვა, რომ ამით თვითლუსტრაცია მოახდინეთ. ეს იყო სრული თვითლუსტრაცია ქალბატონი ზურაბიშვილისა, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია სინამდვილეში ის ხელისუფლების კანდიდატია და ეს ადამიანი ჰყავთ, იმიტომ რომ მან გაახმოვანოს ყველაზე უფრო მიუღებელი ქვეყნისთვის, ყველაზე უფრო მავნე განცხადებები და რაღაც მეხამრედის როლი შეასრულოს ოცნებისთვის. ეს არის ნიკოლოზ რურუას პოზიცია აი ამ თქვენს განცხადებასთან მიმართებაში. საინტერესოა თქვენი პასუხი როგორი იქნება? არა, მე არ ვპასუხობ ჩემ ოპონენტს, როგორც იცით კარგად, მასთან დებატზე არ ვჯდები და ამიტომ არც ირიბად არ ვპასუხობ მის არა არგუმენტებს. მე გავაკეთე განცხადება
რომელიც ძალიან ნათელი არის, რომელიც არის ის დიპლომატიური მიდგომა, რომელიც კონკრეტულად რომ გითხრათ, რას გულისხმობდით ამ განცხადებაში? არა, არაფერი, რასაც გულისხმობდი, ის წერია და ეხლა წაიკითხეთ. მე ერთადერთი იმ რაღაცა უცებ ატეხილ აჟიოტაჟს შემიძლია უპასუხო, იმიტომ რუსთავი 2 მოვიდა ჩემ პრესკონფერენციაზე დღეს და დაიჩემა, რომ მაინდა-მაინც უნდა უპასუხო, არის თუ არ არის ოკუპაცია, რაზედაც პასუხი გაცემული არის აქა და მე ვთვლი, რომ ჩემთვის ამ კითხვის დასმა როცა ჩემი ცხოვრების 64 და ნახევარი წელი თითქმის ანუ თუ არ ჩავთვლით ბავშვობას გატარებული მაქვს ამ ოკუპაციასთან ბრძოლაში და მთელი ჩემი ოჯახი ვთვლი რომ არის შეურაცხყოფელი რომ რუსთავ 2-მა და იმ ნაციონალურ მოძრაობამ რომელმაც სწორედ დაგვიკარგა ტერიტორიები და ძალიან ბევრი რესურსები მიყიდა რუსეთს და პრინციპში ჩაატარა პრორუსული პოლიტიკა განცხადებების ნიღბის ქვეშ შეურაცხყოფელი არის რომ მე მეკითხებიან ისინი მე ვთვლი თუ არ ვთვლი რუსეთს ოკუპენტად მე არ მჭირდება რომ ჩემი თავი გავამართლო ამათ წინაშე ჩემი ცხოვრება მამართლებს და არის ჩემი პასუხი მათ მიმართ გასაგებია და მე საუბრის ბოლოს არჩევნებამდე მეორე ტურამდე ზუსტად 3 წუთით ადრე დაახლოებით უნდა მოგცეთ იმის საშუალება რომ 1 წუთის განმავლობაში მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ჩემ ამორჩეველს ერთი უნდა უთუოთ მადლობა უთხრა იმ 10350 ხმისთვის მადლობა უთხრა იმისთვის რომ ჩვენ გავიმარჯვეთ მთაწმინდის 31-ვე უბანზე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველგან გავიმარჯვეთ ძალიან კარგი პროცენტებით ასე რომ მე ჩემ ამორჩეველს შემიძლია მხოლოდ ის უთხრა რომ სამწუხაროდ ასეთი არის ეს წესები თამაშის უნდა გავიმეოროთ და მეორე ტურზე კვირას ყველას ველოდები რომ ისევე დავამტკიცოთ რომ მთაწმინდა ღირსეულ არჩევანს აკეთებს და მე ამაში ვარ დარწმუნებული ეჭვიც არ მაქვს და წინასწარ მადლობას ყველას ვუხდი ძალიან დიდი მადლობა სხვადასხვა საქმე მაყურებლის საყურადღებოდ ისიც უნდა ვთქვა რომ დღეს რა თქმა უნდა დაუკავშირდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს პრესამსახურს ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან ამ დრომდე და ჩვენთან თანამშრომლობაზე აცხადებენ ვარ შესაბამისად ჩართვაზეც და სტუდიაშიც მოსვლაზეც ამბობენ ვარ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სალომე რომ დაგვითმეთ დრო 20-30 შეკითხვებს სალომე ზურაბიშვილი პასუხობდა რეკლამის შემდეგ ბრძოლა მაჟორიტარობისთვის თემის გაგრძელება რამდენიმე წუთში დაგველოდეთ როგორ ემზადება არჩევნების მეორე ტურისთვის ქართული ოცნება და ილის თუ არა მართველი გუნდი ამომრჩეველთა აქტივობას რა არის მართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა მთავარი გზავნილი და როგორ აპირებენ დაპირებების შესრულებას შეძლებს თუ არა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და არის შეცვლას გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 20-30 შეკითხვებს ბექა ოდიშარია მარიამ ჯაში და გიორგი მოსიძე უპასუხებენ 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება როგორ ემზადება არჩევნების მეორე ტურისთვის ქართული ოცნება და ილის თუ არა ამომრჩევლის აქტივობას რა არის მართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა მთავარი გზავნილი და როგორ აპირებენ დაპირებების შესრულებას შეძლებს თუ არა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და რის შეცვლას გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 20-30 შეკითხვებს ბექა ოდიშარია მარიამ ჯაში და გიორგი მოსიძე უპასუხებენ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო მარიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მეორე ტური ბუნებრივი არის დღეს არის ხუთშაბათი რამდენიმე დღე მეორე ტურამდე და ეს არის მთავარი თემა საქართველოს მასშტაბით არის 50 ოლქში გაიმართება მეორე ტური თბილისი არის 18 ოლქი ხომ ამომრჩევლის როგორ აქტივობას ელით საინტერესო მოლოდინი როგორია იცით ბუნებრივია რომ ზოგადად მეორე ტურში მონაწილეობა თქვა ტრადიციულად და ასევე პრეცედენტულად არის შედარებით პასიური პირველ ტურებთან შედარებით ამიტომ უღრმესი მადლობა რომ დღეს უთმობთ სწორედ მეორე ტურებისთვის მზადებას ეთერს მაქსიმალურად უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ მედია სივრცე რომ მოუწოდოთ ჩვენს ამომრჩეველს მაქსიმალური მონაწილეობისთვის. პირველ ტურში სამგორის მე-12 ოლქის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი აქტივობა იყო, ძალიან მაღალი იყო პროცენტული მონაწილეობა და ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და 7644 ამომრჩეველს მადლობა გადაუხადო, რომელთაც გამოხატეს პირადად ჩემი კანდიდატურის მიმართ ნდობა. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო
ქალბატონებსა და ბატონებს ახალგაზრდა თუ უფრო გამოცდილ ამომრჩევლებს, რომ 30 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლის ეტაპი, ჩვენ გამარჯვება, ის დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც ქართულმა ოცნებამ უკვე მოიპოვა, გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ არ დაიზარონ, მობრძანდნენ და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურონ თანადგომა, იმიტომ რომ ეს იქნება ერთადერთი გარანტი, რომ ყველა ის, თქვათ, პროგრამა, დაპირება და ასევე ჩვენი დიალოგი ბოლომდე იქნას მიყვანილი. ბატონო ბექა, 30 ოქტომბერი, ქალბატონი მარიამი ამბობს, რომ იქნება გადამწყვეტი აი ამ ბრძოლაში. თქვენი ძირითადი ოპონენტი არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ფაქტიურად მობილიზებას ცდილობს საკუთარი ამომრჩევლის, იგივე განცხადების, მათი ლიდერები განცხადებების საფუძველზე. საინტერესო თქვენ რა ტიპის აქტივობას ელით, ანუ იქნებიან თუ არა უფრო გაცილებით აქტიურები მეორე ტურისთვის თქვენი ამომრჩევლები? ამას ვიმედოვნებ, რა თქმა უნდა, ძნელი არ დაეთანხო ქალბატონ მარიამს, რა თქმა უნდა, 30 ოქტომბერი გახლავთ გადამწყვეტი დღე ბრძოლის დასრულებისათვის. უნდა ვთქვა და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ახლა ის მაღალი პროცენტები, რომელიც მე და ჩემო კოლეგებმა პირველ ტურში მივიღეთ, მხოლოდ დათურ სამსახურს გვიწევს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს პრაქტიკულად ჩვენ კონკურენტებთან ერთად ვიწყებთ ნოლიდან, მაგალითად ჩემს მაგალითზე ჩვენ რა თქმა უნდა ერთ სასტარტო პირობებში ვართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩემი კონკურენტი უკვე გახლავთ პარლამენტის წევრი, როგორც ნაციონალური მოძრაობის პირველი ათეულისა. შესაბამისად, მე უნდა იგივე მოწოდება გავიმეორო, ადამიანებს არ უნდა დაეზაროთ და ხელიდან არ უნდა გაუშვან დამსახურებული გამარჯვება. სხვა შემთხვევაში თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს საკმაოდ აქტიური მხარდამჭერი. ზოგადად ეს ასე ხდება, ისედაც მეორე ტურის ეგრეთ წოდებული ავადმყოფობა გახლავთ უფრო ნაკლები აქტივობა ადამიანებისა და როგორც წესი საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო ელექტორატი უფრო ინერტული გახლავთ, ვინაიდან მაინც ადამიანებს გონიათ ლოიალურებს ხელისუფლების მიმართ, რომ რაღაცა გარკვეულწილად ყველაფერი კარგად არის, ან ხელისუფლება მაინც მოახერხებს რაიმე მანქანებით, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. თითოეული ადამიანი არის გადამწყვეტი და ყველა ამ ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ გაიმარჯვოს ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა ოცნებამ. გასაგებია, ბატონო გიორგი, თქვენი მოლოდინი როგორია? ფაქტია, რომ თქვენი თანაგუნდელები, შეიძლება ასე ითქვას, ქალბატონი მარიამი და ბატონი ბექა ერთგვარად იმედოვნებენ და მოუწოდებენ ფაქტია ამომრჩეველს, რომ მეტად იაქტიურონ მეორე ტურისთვის. თქვენთან რა ხდება ვარკეთილში? მოდით მეც მადლობით დავიწყებ. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხოთ იმ 10,000-მდე ჩვენს მოქალაქეს, საზოგადოების წევრს, რომლებმაც მე მომცეს ხმა 8 ოქტომბერს და შედეგი არის დაახლოებით 48%, რომელიც მე ვაჩვენე და თიძე ჩამოსასვლელი ხმები დამაკდა პირველ ტურში. გამარჯვებისათვის ეს სერიოზული მიღწევაა, მე ამისთვის მადლობელი ვარ სრულად ვარკეთილის, ზემო პლატოს, ვარკეთილის მეურნეობის დასახლების, სოფელ პატარალელოს და ქალაქ ხუალინგის ოლიმპიური ქალაქის ამომრჩევლების და მაცხოვრებლების და მინდა დღეს ოფიციალურად გამოვაცხადო მობილიზაცია, იმიტომ რომ როგორც გაირკვა თურმე ჩემი ოპონენტი ნაციონალური მოძრაობიდან ამ მობილიზაციას კაიხანია უკვე აცხადებს და ჩვენ არანაკლებ მობილიზებულები ვართ, არანაკლები აქტივი არის ჩვენი როგორც პარტიული ისე მხარდამჭერთა აქტივი ჩართული ამ საქმიანობაში და ამის გარდა მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩემს მხარეს წამოვა ჩემი პირველ იმ კანდიდატების ხმებიც, რომლებიც ვერ გავიდნენ მეორე ტურში, ანუ კიდე 12 კანდიდატი იყო სამგორის ნომერ 11 საარჩევნო ოლქის ბიულეტენში მაჟორიტარული კანდიდატი და მე იმედს გამოთქვამ, რომ პატრიოტთა ალიანსის, თავისუფალი დემოკრატების და სხვათა ამომრჩეველიც სწორედ ჩემს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს მეორე ტურში 30 ოქტომბერს. მარიამ, ინიციატივებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, იმ შემთხვევაში თუ გადალახეთ მეორე ტური და თქვენ სასარგებლოდ გააკეთა ამომრჩეველთა უმეტესმა ნაწილმა არჩევანი. რა ტიპის ინიციატივები წამოვა თქვენგან? რას უნდა ველოდოთ? სიამოვნებით. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ინიციატივები, რომელსაც მე, ასე ვთქვათ, ვაპირებ მუშაობას, შეიძლება გავყოთ გლობალურ შედარებით, ასე ვთქვათ, იმ საერთო ვთქვათ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებზე, რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს და ჩვენ ზოგადად მოსახლეობას, უმაღლესი საკანონმდებლო დონიდან შემიძლია აღნიშნო, რომ განსაკუთრებით იქნება ჩემთვის საინტერესო, რადგან ჯანდაცვა, სოციალური და თქვათ საერთაშორისო ურთიერთობები გახდათ ჩემი ძირითადი ესე თქვათ გამოცდილება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უფლებების, თანაფარი უფლებების და თანაბარი შესაძლებლობების რეალურად
შექმნის შესაძლებლობები, ანუ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც არის ბოლომდე მისაყვანი, ფაკულტატური ოქმის მიღება, თუნდაც ეს ერთ-ერთ მაგალითად, მათი თქვა დასაქმების ხელშეწყობა ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად ერთხელ ვსაუბრობთ კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ინიციატივებზე. მეორე მიმართულება იქნება ზოგადად სწორედ კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის და სოლიდარობის პრინციპების დასაფუძნებლად და ფართოდ დასანერგად ინიციატივები, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნება და ასევე აქტიური დაბერების პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენი ვთქვათ უფროსი ასაკის ქალბატონებსა და ბატონს, რომ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად. მეორე მიმართულება გახლავთ უშუალოდ სამგორის რაიონისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები. მე 5000-ზე მეტ ამომრჩეველთან მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა და ჩვენი საუბრების შემდგომ 4 ძირითადი მიმართულება იქნება ჩვენი სამოქმედო არეალი. პირველი იქნება სოციალური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა ეს არ არის პარლამენტის ეს თქვა მაჟორიტარის უშუალო მოვალეობა და მანდატის ეს თქვა უფლებამოსილება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვუშუამდგემლო ჩვენს მოსახლეობას და აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მაქსიმალურად დაჩქარდეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მეორე მიმართულება იქნება სოციალური ბინათმშენებლობა, აქაც უამრავი საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. სამგორის მე-12 ოლქის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების დევნილი მოსახლეობის საკითხები რჩება და ავარიული სახლები, განსაკუთრებით მესამე მასივში რჩება ძალიან სერიოზულ პრობლემად 25 წლის მანძილზე პრაქტიკულად გადაუჭრელი პრობლემაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომ რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკითხები გადაიჭრას. მესამე მიმართულება ეს იქნება დასაქმების ხელშეწყობა, რადგან ძალიან ხშირად ჩემი ასაკის ქალბატონებს და ბატონებს ხვდები და იმედგაცრუება არის გარკვეულწილად დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამები დასაქმების, თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სტარტაპ ჯორჯია, ტექნოპარკის ინიციატივები და რეალურად მივცეთ შესაძლებლობები. უფრო აქტიური, ესე თქვა. მარიამ, არ გაგაწყვეტინეთ, თუმცა ძალიან მაინტერესებს, რას გულისხმობს აქტიური დაბერება, როდესაც მე მაგათად მახსენდება წინა ხელისუფლების პირობებში გაკეთებული განცხადებები, როდესაც კონკრეტული ასაკის შემდეგ ადამიანებს ქმედ უნაროდ რაცხავდნენ, შეიძლება ასე ითქვას და ნუ ფაქტია, რომ ძალიან ბევრ საჯარო დაწესებულებაში მათ უბრალოდ აღარ იღებდნენ სამუშაოდ. არის მასთან რაიმე კავშირი თუ ეს რაღაც სხვა თან წინა ადმინისტრაციის პერიოდში ეს ეხებოდა არა მხოლოდ საპენსიო ასაკის მოსახლეობას, ანუ 60 და 65 წლის ასაკის ემბეთ, არამედ ძალიან ხშირად იყო რაცა სტიგმა 40-45 წლის ასაკის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირ სტანდარტში არ ჯდება საერთოდ საერთაშორისო პრაქტიკის. რაც შეეხება უშუალოდ აქტიურ დაბერებას, ეს არის ტერმინი, რომელიც გაეროს, თქვათ, უმაღლესი რანგის სამიტებში განიხილება გაეროს მოსახლეობის ფონდის, თქვათ, სტრატეგიებში. ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ სოციალური, თქვათ, საპენსიო პაკეტით უზრუნველყოფთ ჩვენი უფროსი ასაკის ქალბატონებსა და ბატონებს, მივცეთ რეალურად დასაქმების შესაძლებლობები. თქვენ ალბათ გახსოვთ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ცხოვრება გრძელდება. ეს არის ინიციატივა, რომელიც თქვათ, გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს კერძო სექტორისთვის, თუ კი ისინი მისცემენ საპენსიო ასაკის მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობას. ამის გარდა არის უამრავი, თქვათ, მიმართულება, რომ აქტიური წევრები დარჩნენ ჩვენი საზოგადოების და მათი უდიდესი სიბრძნე ცხოვრებისეული გამოვიყენოთ მაქსიმალურად ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასაგებია, ბატონო ბექა, კიდევ ერთი საკითხი ინიციატივასთან დაკავშირებით, თქვენს პირად ინიციატივებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ თუ შეიძლება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ ბუნებრივია საფრთხეზე საუბრობს საზოგადოების სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. აი ამასთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, იქნება არის ეს ის ხელისუფლება, რომლის ხელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა აღმოჩნდეს საფრთხე და გარკვეული თქვათ პრობლემები შექმნას. გასაგებია, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა თბილისის სხვადასხვა რაიონებში საკითხები კვეთს ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ თბილისის მოსახლეობას ნამდვილად აქვს საფუძველი ოპტიმიზმის, ვინაიდან მას აქვს შანსი მეორე ტურში თავისი აქტიურობით 28 ოქტომბერს ქართული ოცნების წარმომადგენლების სახით აირჩიოს ენერგიულ, პროფესიონალ
ადამიანების გუნდი, რომელიც მართლაც ჩადგება ამ ხალხის სამსახურში და მართლაც არსებობს ზოგადი საკითხები, რასაც ჩვენ მეორე დღესვე პირველ სამუშაო დღეს შევეჭიდებით, რაც ყველას ერთნაირად ეხება, რაც მარიამ ბძანა, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი გეგმები შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს სურვილი რომ ბიზნესი და არა მარტო ჩვენ გვაქვს სურვილი, ჩვენ ვიცნობთ ბიზნესმენებს და ვიცით მათი დამოკიდებულება, რომელთაც ასევე უნდათ გახდნენ სოლიდარული ამ ადამიანების მიმართ, იგივე ბიზნეს და საქმიანს სამყაროს სურს რომ მიიღოს მონაწილეობა იმაში რომ თბილისი იყოს მწვანე ქალაქი და სხვა ძალიან ბევრი ასეთი ინიციატივა წანისის და ზოგადად ძველი თბილისის სპეციფიკიდან გამომდინარე ბუნებრივია მე მაქვს ხედვები თუ როგორ უნდა მოხდეს ის რომ ძველ თბილისში გადავარჩინოთ ჩვენი ძირითადი სიამაყის საგანი კულტურული მემკვიდრეობა, გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ, თუმცა ამავე დროს იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობენ, ყისიერად აღმოუჩინოთ დახმარება, რათა მათთვის იქ ცხოვრება არ იყოს პრობლემა. და ასეთი ტიპის ბევრი საკითხია, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და როცა ჩვენ გვეკითხებიან თუ რას აპირებთ სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მე მეღიმება, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად საქმიანი საუბრები გვაქვს და იმდენად თემატურ რაღაცა ჯგუფებად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორც კი შევალთ ის კი არა, რაღაცა პაუზა გავაკეთოთ, არამედ ძალიან ენერგიულად შევუტიოთ კონკრეტული ადამიანის პრობლემებს, ისევე როგორც მარიამ ბძანა გლობალურ თემატიკას. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა, ეს არის ჩვეულებრივი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის ჩვეულებრივი ხაფანგი, სათაგური, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობამ შეთავაზა ლოზუნგი და წინადადება რა ვიცი ხუმრობით თუ კიდევაც რომ ეს არის ორბანკოიანი თამაში თქო რომელიც მხოლოდ ერთი ბანკოს ქაღალდს აჩვენებენ რომელზეც წერია რომ არა ესე იგი ქართულ ოცნებას და არა ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა და 30 ოქტომბერს ან 31-ში ისინი მზად არიან მეორე ბანკო ამოატრიალონ რომელზეც აწერია რომ არა ქართულ ოცნებას კი ნაციონალურ მოძრაობას არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას სამაგეროდ მეტი მანდატი ნაციონალურ პარლამენტში და მეტი ძალაუფლება ნაციონალურ მოძრაობას აი ეს არის მთელი ამბავი რაზეც შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას. გასაგებია, ბატონო გიორგი, ინიციატივებთან დაკავშირებით თქვენს უნდა გკითხოთ აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით თუ გაქვთ თქვენი პოზიცია გექნებათ ბუნებრივია და აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ ერთი საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე თქვენი პოზიცია როგორი არის, თუნდაც იგივე უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული წესი. მოგახსენებთ. მე მოდით თანმიმდევრობას მიყვეთ. ან პირველი თავად ადგილობრივი საკითხები და ის თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ და რა გავაკეთოთ. მე ჩემს საარჩევნო ოლქში ვარ კეთილში პრობლემატიკას დავყოფდი სამ ნაწილად. პირველი არის ის ალბათ რაც საერთოა მთელი საქართველოსთვის და თბილისისთვის, ანუ დასაქმება, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, ის რაზეც იმუშავებს პარლამენტი ამ მუშაობის გენერალური მიმართულებით, ანუ რაც არის ჩადებული ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, რაც უკვე დაანონსდა გიორგი კვირიკაშვილის მე და რაც უკვე ბევრი რამე გაკეთებულია და უნდა გაგრძელდეს, დაჩქარდეს და უფრო ეფექტური გახდეს. მეორე მიმართულება არის ადგილობრივი პრობლემატიკა, ანუ კომუნალური საკითხები, ინფრასტრუქტურის საკითხები, არ ვიცი, კორპუსების, ავარიული კორპუსები, გადახურვა, სადარბაზოს გაკეთება, სკვერები, სტადიონები, მოედნები, წყალგაყვანილობა და ასე შემდეგ, ანუ ის რაზეც უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტმა და გამგეობამ და რასაც მე უნდა შევუწყო ხელი, ჩემი მონიტორინგით, ჩარევით, ზედამხედველობით და ყველანაირად ვეცადო, რომ ადგილობრივი პრობლემები მივიღო მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემატიკის მოგვარებაში. და მესამე რაც აგრეთვე არანაკლებ აქტუალური არის ვარკეთილისთვის არის კომპაქტური ჩასახლებები, სადაც დევნილები და სოციალური დაუცველები ცხოვრობენ და მათთვის ამ ფართების დაკანონების საკითხი ეს არის ასეთი შუალედური მდგომარეობა გვაქვს ამ წუთას პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ დევნილებს დაუკანონდეთ დაკავებული ფართები მიღებულია და ბევრი დაკანონება უკვე მოხდა უმრავლესად, მაგრამ რაღაცა პროცესები კიდე მიმდინარეობს და ბოლომდეა მისაყვანი, მე ამაში აუცილებლად ჩავერევი. მუდმივად 327 კორპუსს ვახსენებ ხოლმე, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემად მეესახება, უახლოეს ერთ წელი ამაზე უნდა ვიმუშაო და მეორე არის მისაღები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება სოციალურ დაუცველებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათთვის ჯერ ამ დაკანონებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამაზეც შესაქმნელი იქნება კომისია და სერიოზული სამუშაო შემდგომში და ეს საკითხი ზოგადად უნდა მოგვარდეს უახლოესი 4 წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ ვიქნებით პარლამენტის წევრები თუ რასაკვირველი აგვირჩიეს.
აი ეს არის სამი მიმართულება, რომელზეც მე ვაპირებ კონცენტრირება მოვახდინო. ეხლა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე მოდი ბევრს არაფერს ვიტყვი. დღევანდელი კონსტიტუცია უკვე იძლევა ყველანაირ საშუალებას, რომ თუ ვინმე სურვილი აქვს, შეუძლია ხელისუფლების უზურპირება, ეს უზურპაცია არ მოხდა პირიქით ძალიან ბევრი უფლების მოკლებაც კი მოხდა პრემიერ-მინისტრისთვის, ამიტომ აქ საუბარი არის კონკრეტულად პოლიტიკური ძალის, პოლიტიკურ ნებაზე. ქართულ ოცნებას არანაირი სურვილი არასოდეს არ ჰქონია, რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია და ამას არც გააკეთებს იმის მიუხედავად, ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ ექნება და იმ პარტიებმა, რომლებსაც ამოიღლიავებული ჰქონდათ ეს კონსტიტუცია და დღეში სამჯერ ცვლიდნენ ხოლმე თავის შეხედულების მიმართ, თავის ისტორიაში ჩაიხედონ, სანამ ვიშ სატეხავენ ხოლმე რაღაც საკონსტიტუციო უმრავლესობების ხიფათზე ქვეყნისათვის. ეს მეორე. და შეიძლება უნდა პირდაპირ კითხავთ, უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული წესრიგი. მოდით, ეს არის სერიოზული საკითხი. აქ ლაპარაკი არის არა მხოლოდ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე, არამედ სხვადასხვა სისტემა არსებობს პროპორციულ მაჟორიტარული სამხარეო, აი როგორც ესპანეთშია, როგორც სხვა ქვეყნებში, ანუ ძალიან ბევრი სისტემა, მე ვფიქრობ ეს უნდა გახდეს საერთო სახალხო განხილვის საგანი, ამის შესახებ უნდა იმსჯელოს საზოგადოება, ჩვენ გვაქვს დრო, მინიმუმ 2-3 წელიწადი ამისთვის გვაქვს და უნდა მივაღწიოთ რაღაც საზოგადოებრივ კონსენსუსს, არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ძალების, არასამთავრობო სექტორის და ამის შემდგომ უნდა შეწონილად მიღებული იქნას ის გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება, ანუ მივიღოთ საარჩევნო სისტემა და მე 20 წელი ამას აღარ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ შეუძლებელი ესე ყოველ არჩევნების წინ რაღაც ახლიდან გვიწევს ახალი სისტემით რაღაც გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ თქვენი პოზიცია არ მომისმენია ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და შესატანცვლებებთან დაკავშირებით. გასაგებია, რაც თქოს ოპოზიცია, ბატონ გიორგის პოზიცია გასაგებია, იგივე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაუჭერთ მხარს მაჟორიტარული წესით არჩევის გაუქმებას? იცით, მე ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აბსოლუტურად სწორი იყო გადაწყვეტილება, რომ 2016 წლისთვის დარჩენილი იყო მაჟორიტარული სისტემა, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება და მე ვფიქრობ, რომ ხალხის წარმომადგენელი პარლამენტში უნდა იყოს რეალურად ძალიან აქტიურ დისკუსში და დიალოგში თავის ამომრჩეველთან და დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემა, მაგრამ ისევ და ისევ სწორედ ფართო კონსენსუსის საკითხად უნდა განვიხილოთ. მეორე საკითხია, რომ ზოგადად მაჟორიტარული სისტემა არ ითვლებოდა ეფექტურად, რადგან ჩვენ კარგი მემკვიდრეობა ვერ შევქმენით ბოლო 25 წლის განმავლობაში, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მე მგონი სწორედ ის შესაძლებლობა, რომ დავამტკიცოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მაჟორიტარული სისტემის დატოვება ამ თუ იმ სახით. სხვადასხვა მოდელებზე არსებობს საუბარი და ჩემთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად იყოს შესაძლებლობა ჩვენი ხალხის ინტერესების და რეალურად მათი უფლებების დასაცავად, მათი ხმის დასაცავად იყოს შესაბამისი, ესე ვთქვათ, სისტემა. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის ქართული ოცნების ხელში აღმოჩენასთან დაკავშირებით, აი ეს შფოთვა რაც არის და ფაქტია, რომ ძალიან ბევრი განცხადება კეთდება არა მხოლოდ თქვენი ოპონენტების მხრიდან, ასევე იგივე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც მწვავე κρიტიკის საგანი გახდა და ამბობენ, რომ დემოკრატია აღმოჩნდება საფრთხეში. თქვენი პოზიცია როგორია? დავაზუსტოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, რომლის საკმაო ნაწილი არის ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერი establishment-ია პირდაპირ. ანუ ნაციონალური მოძრაობის არაერთხელ გამიკეთებია ამ თემაზე კომენტარი, აი ნამდვილად ეს არის პარადოქსი, როდესაც ეს საკითხი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისმევა როგორც საფრთხე. მათ ჰქონდათ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე. საკუთარი გამოცდილების სწორედ ისეთ რა არის ალბათ არის ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნათქვამია, რომ ადამიანი შეიცნება მაშინ, როდესაც მას ხელისუფლება უვარდება და თქვათ როგორ იქცევა ძალაუფლების თქვათ პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა, რომ ეს არის ნამდვილად ჰუმანისტური საზოგადოების მშენებლობაზე, ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე დამყარებული და თქვათ მობილიზებული ძალა 2012 წლიდან მოყოლებული მაშინ, როდესაც ნამდვილად ავტოკრატიის სრული ბერკეტები ჰქონდათ დატოვებული ნაციონალური მოძრაობის მიერ შეცვლილი კონსტიტუციის პირობებში ქართული ოცნების ლიდერებს ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო საზოგადოების, თქვათ, ინტერესების წინააღმდეგ ან ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. და კიდევ ერთი. პირადად მე
მარიამ ჯაში. ჩემი თანაგუნდელების სახელით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ვისაუბროთ ერთ ენაზე. ჩვენ სწორედ იმიტომ უერთდებით ქართული ოცნების გუნდს, რომ დავინახეთ რეალურად ხალხის ინტერესებზე. ადამიანის გარშემო ორიენტირებული ძალა, რომელიც ეფუძნება ცოდნას, ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკით, ასე ვთქვათ, მიღებულ გამოცდილებებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო თუ არასაკონსტიტუციო საკანონმდებლო დონეზე იქნება მხოლოდ ანალიზზე, შეფასებებზე, არგუმენტების, ვთქვათ, შეწონადობაზე, ასე ვთქვათ, დამოკიდებული და ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებშიც კი ვიყოთ უბრალოდ გუნდის წევრი, თითეული გადაწყვეტილება იქნება, მთავარი ვექტორი იქნება ხალხის ინტერესებზე და ქვეყნისთვის აკეთილდღეოდ გადაწყვეტილება. მაგრამ თუ შეიძლება რომ ვისარგებლო შემთხვევით ჩვენს თანაგუნდელს და ძალიან კარგ მეგობარს დღეს მამუკა მდინარაძეს შეეწინა ქალიშვილი 20-30-ით დიდი სიამოვნებით და მინდა რომ მიულოცო სწორედ დღეს ყოველდღიურად დიდი ბედნიერებაა რომ 150-მდე ბავშვი იბადება საქართველოში და კატოს სახელით ყველა ოჯახს გვინდა მიულოცო და ნამდვილად სწორედ იმიტომ რომ ამ ბავშვებისთვის იყოს უკეთესი მომავალი შექმნილი და უკეთესი გარანტიები ვთხოვოთ კიდევ ერთხელ დინარაძეს ჩვენც ულოცავთ 20-30-ით ულოცავს ქალიშვილის შეძენას, კატოს ჯანმრთელობას უსურვებთ მათ, ბედნიერებას და წარმატებებს. მარიამ გიორგი ბექა მე უნდა მოგცეთ ზუსტად თითო წუთი იმისთვის რომ მიმართოთ რამდენიმე დღით ადრე მეორე ტურამდე საკუთარ ამომრჩეველს. დავუთმოთ მარიამს, მარიამ გისმენთ. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა 18,000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელიც მობრძანდნენ პირველ ტურში განურჩევლად პოლიტიკური გადაწყვეტილებისა. ჩვენთვის არის მთავარი სამოქალაქო აქტივობა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. 7654 ქალბატონსა და ბატონს განსაკუთრებული მადლობა და კიდევ ერთხელ გთხოვთ თქვენი თანადგომის დადასტურება არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და რეალურად დავიწყოთ იმ ცვლილებების ვთქვათ, შემუშავება და განხორციელება, რომელსაც ჩვენ გვისაუბრია უკვე ბოლო თვეების მანძილზე. გასაგებია ბექა გისმენთ. მეც რა თქმა უნდა მადლობას გადავუხდი ყველა ამორჩეველს და ალბათ მათაც დააფასეს ის თავისუფალი გარემო, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეთავაზა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა იმ 10,700 ადამიანს, რომელმაც პირადად მე დამიჭირა მხარი და რომელმაც ყველაფერი მიატოვა გარკვეული პერიოდით და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიგვეღოს სწორედ ეს შედეგი, მაგრამ მე მათ მინდა ვთხოვო, რომ სწორედ მათი მოპოვებული გამარჯვება რომ არ გაუშვათ ხელიდან, ისინი უნდა დაირაზმონ, ისინი უნდა დაირაზმონ მეგობრებთან, ახლობლებთან და იმ პარტიის წევრებთან ერთადაც, რომელსაც ჩვენთვის აქამდე არ მოუციათ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ გამარჯვებას, იმიტომ რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე დაამარცხოს, არა, ჩვენ გვინდა რომ გაიმარჯვოს საქართველოს, ქართველმა ერმა, ჩვენ მოსულები ვართ შენებისათვის, მოსულები ვართ იმისათვის, რომ რეალურად გავატაროთ ის საჭირო რეფორმები და არა უბრალოდ მხოლოდ ხმაურიანი სიტყვები და წინასაარჩევნო დაპირება, ის საჭირო რეფორმები, რომელიც თითოეულ ადამიანს სჭირდება და ამისათვის ჩვენ გვჭირდება ის ძალაუფლება, რომელსაც ჩვენ მოგცემს 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი და ყველას მოუწოდებ დაუჭირეთ მხარი ქართულ ოცნებას და ნუაყვებით იმ არითმეტიკას, რომელსაც გვთავაზობენ სხვადასხვა უпростоრად ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე ჩემი აზრით სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებიც თქვენ რეალურად გთავაზობენ არა საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გალაშქრებას, არამედ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, ვინაიდან ჯერ მხოლოდ 67 დეპუტატი გვაქვს ჩვენ და უბრალოდ უმრავლესობამდე ჯერ 8 მანდატი აკლია ქართულ ოცნებას და ნუ გავაკეთებთ ისე რომ გაიღუწოთ ის საქართველოში, რომელიც შავს სიბანშიც არ დაგსიზმრებიათ. გასაგებია ბექა გიორგი გისმენთ ზუსტად 1 წუთი გაქვთ. ჩემო ვარკეთილელებო, ზემოპლატოელებო, ხუალინგის ოლიმპიური ქალაქის, სოფელ პატარალილოს ვარკეთილის მეურნეობის დასახლების მაცხოვრებლებო, 30 ოქტომბერს, უახლოეს კვირა დღეს, ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა ვარკეთილისათვის. მე მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, მოჰკიდოთ ხელი თქვენს მეზობელს, ნათესავს, ახლობელს, მოხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მომცეთ მე გიორგი მოსიწეს ადამიანს, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში მზად არის დაიცვას თქვენი პოლიტიკური, ეკონომიური, სოციალური და ყველა დანარჩენი უფლებები და იყოს თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. წინასწარ დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო.
ძალიან დიდი მადლობა, ვიდრე დაგემშვიდობებით აქვე მაყურებლის საყურადღებოდ. დღეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ნაციონალურ მოძრაობას, უფრო კონკრეტულად კი მის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას და გვაინტერესებდა გამოუშვებდა თუ რა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს გადაცემაში სტუმრად, თუმცა მან განაცხადა, რომ ისინი ისევ არიან ბოიკოტის რეჟიმში, შესაბამისად 2030-თან არ თანამშრომლობენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. 2030-ის შეკითხვებს მარიამ ჯაში, გიორგი მოსიძე და ბექა ოდიშარი აპასუხობდნენ რეკლამის შემდეგ, რაც ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გააგზავნოს. როგორ აფასებს ელენე გოცაძე ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაჩქარების შესახებ? რატომ გაჭიანურდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი? რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და რა პერსპექტივას უქმნის ქვეყანას რეგიონში ნატოს ძალების განთავსება? ელენე გოცაძე 2030-ში. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, როგორ აფასებს ელენე გოცაძე ევროპარლამენტის მოწოდება საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაჩქარების შესახებ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ და როდისთვის უნდა ველოდოთ ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და რა პერსპექტივას უქმნის ქვეყანას რეგიონში ნატოს ძალების განთავსება. 2030-ის შეკითხვებს ანალიტიკოსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ელენე გოცაძე უპასუხებს. ქალბატონო ელენე, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და დღეს ხართ ჩვენთან სტუდიაში. სტუმრად. ქალბატონო ელენე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და თურქეთი მზად არიან შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ჩართულობა ამ პროცესში? პირველ ყოვლისა ალბათ უნდა შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს ივლისის თვეში. ეს არის უკვე განხორციელება იმ მიღებული გადაწყვეტილებების, რაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ და ეს განაცხადი არის უკვე ქმედებებში გადასული. აქამდე იყო საუბარი დაკვირვების პოლიტიკა, განცხადებების შეშფოთება, უკვე ბოლო პერიოდში და ეს დღეს არ ყოფილა მხოლოდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმულს, როგორც ალიანსის მხრიდან, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით. ეს განცხადება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ დავაკვირდებით იმ ქვეყნებს, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, თურქეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ეს ქვეყნები არის ყველაზე და ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ სუბიექტები ნატოს, ასევე ძალიან ძლიერი სამხედრო სტრუქტურის მქონე ქვეყნები და ძლიერი შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყნები. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი და ვფიქრობ, რომ ნატო, ალიანსი და ეს დღეს გაახმოვანა გენერალურმა მდივანმა ძალიან სწორად აფასებს შავი ზღვის მნიშვნელობას, როგორც უკვე ნატოს საშინაო ზღვის, ანუ ნატოს ზღვის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს გახდა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცის განუყოფელი ნაწილი და ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს მიდგომა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ცხოვრობს მილიარდი მოქალაქე. საუბარი არის მათ უსაფრთხოებაზე. ანუ ჩვენ უკვე ღონისძიებებში, ქმედებებში ვართ ევროატლანტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ყველა იმ დაპირების ქმედებაში მოყვანა, რომელსაც ვთქვათ ალიანსის სამიტებზე თუ მინისტერიალებზე გვთავაზობს და ეს კონკრეტული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ესე ვერ ვიტყვით, რომ ვთქვათ მოდის ეს 6 ქვეყანა ნატოს ქვეყნები და საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებით იცავს შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო არის შავი ზღვის ბასეინის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, განუყოფელი ქვეყანა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ასევე სტრატეგიული, ვინაიდან ეს არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა. ამ მხრივ მე ვფიქრობ, საქართველო პასიურ როლში არ უნდა იყოს, მან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს თავად აი ესეთი ძლიერი ქვეყნების სამხედრო შენაერთებისგან, როგორც წვრთნების თვალსაზრისით, ასევე თანამონაწილეობით, იმიტომ რომ გაიმართება ერთობლივი წვრთნები, ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი და აქედან ჩვენ მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ და გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს თითოეულ გადაწყვეტილების მიღებაში და ჩვენ პასიური როლიდან უნდა გამოვიდეთ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენ არ საუბრობთ ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ბალტიის ზღვის უსაფრთხოებაზე
და ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიაზე და ამიტომ საქართველოს აქტიური თანამონაწილეობა აუცილებელი არის თუნდაც გადაწყვეტილების მომზადების პროცესში. ნუ ჩვენ ნატოს წევრები ჯერ არა ვარ და ხმის უფლება არ აქვს, მაგრამ გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, მომწიფების პროცესი, დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივ მრავალმხრივ ფორმატში, ეს არის სწორედ ის წინაპირობა, რასაც მოაქვს შემდგომ ასეთი გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, რომ საქართველოს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ხელმძღვანელობა, დიპლომატიური ხელმძღვანელობა უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული ასეთ ღონისძიებებში. ქალბატონო, გითხოთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა თუ არა განვიხილოთ სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიად? საერთოდ ძალიან იმდენად სწრაფად იცვლება ვითარება, გეოპოლიტიკური ვითარება ზოგადად მსოფლიოში, ევროატლანტიკურ სივრცეში და ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით, ვინაიდან ჩვენ ჩრდილოეთით ყავს ძალიან ძლიერი, მაგრამ არაპროგნოზირებადი მეზობელი ოკუპანტი, დიახ, ჩვენთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ტერიტორია და მნიშვნელოვანი. დიახ, ანუ ყველაფერი შეიძლება დესტაბილიზაციის საგნად იქცეს და მეორე მხრივ სტაბილიზაციის გარანტიები ნაკლები გქონდეს. გარანტია როგორც ასეთი დღეს აი ასეთ რთულ გარემოში რთულად სათქმელია, რომ რაიმე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, რა თქმა უნდა, თუ ნატოს წევრები გავხდებით და ასე შემდეგ, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მექანიზმი, რომელიც ზრდის ჩვენს უსაფრთხოებას და შესაბამისად სტაბილურობას. თორემ ვერ წარმოვიდგენ ჩვენ ახლა ისეთ სასურველ რეალობას, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება აბსოლუტურად დაცული ან გარანტირებული. რუსეთის პოზიცია ზოგადად განცხადებები, თუნდაც ოფიციალური პირების მხრიდან ყოველთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი, როდესაც თქვათ ნატო გარკვეულ თქვათ ქმედებებს დააპირებს, მყისიერი რეაგირება მოდის ხოლმე მათი მხრიდან საქართველოს მისამართი და შეიძლება ითქვას თითის დაქნევის პოლიტიკა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ქმედებებს შეიძლება ველოდოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით და საქართველოს გვაქვს ჩვენი უსაფრთხოების სისტემები, კრიზისების საბჭო და ასე შემდეგ და მათ საფრთხები შეფასებული უნდა ჰქონდეთ. თითოეული ნაბიჯი, რომელიც გვაახლოვებს ჩვენ ნატოსთან და მსგავს გადაწყვეტილებებთან, აი იმ გადაწყვეტილებებთან, რომლის მოწმენით ჩვენ დღეს გავხდით, რა თქმა უნდა ზრდის საფრთხეს. ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, როცა საოკუპაციო ჯარი დგას ჩვენს მიწაზე და ჩვენს მიწაზე, რომელიც დღეს არის ოკუპირებული, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება კავკას 2016, რაც ახსენა დღეს გენერალურმა მდივანმა. მე ვიტყოდი, რომ ის ქმედებები, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს მიმართ, აგრესიული ქმედებები, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, შემდგომ დაბრუნება, საზღვრის გადმოწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა ძალიან რთული არის და ფსიქოლოგიურ მძიმე ფაქტორს წარმოადგენს ჩვენთვის, ეს გაგრძელდება და გარდა ამისა შეიძლება სამხედრო პროვოკაციებზეც იყოს საუბარი. ამ შემთხვევაში აუცილებელი არის ჩვენი მოთმინება, ჩვენი ნერვების მოთოკვა, მაგრამ აუცილებელი არის ასევე მზაობა და მზადყოფნაში მოყვანა იმ სტრუქტურების, რამაც ამ შემთხვევაში კარგად უნდა იმუშაოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახსენეთ წეგან სტაბილიზაციის გარანტია, რაც მეტია ესეთი მექანიზმი შემოდის გარანტიის და უსაფრთხოების, რა თქმა უნდა, საფრთხე იზრდება. კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ჩვენი მეორე მეზობელი თურქეთი. თურქეთის როლი ზოგადად ბუნებრივად ძალიან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მთელ ამ პროცესში. ერთის მხრივ არის იგივე ნატოს მისიაში ერთვება, მეორეს მხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, იგივე თუნდაც გასადენ თურქული ნაკადის მშენებლობაზე შეთანხმება, პარალელურად პრეზიდენტების შეხვედრა სტამბოლში. აი ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა თქვენი პოზიცია. რა ხდება თურქეთთან მიმართებაში მსუბუქად რომ ვიგებთ? თურქეთი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ეს არაერთხელ დაფიქსირდა და ქმედებებშიც გამოიხატა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით და ის მომავალშიც ასეთი დარჩება. ჩვენ არ გვაქვს იმის ვარაუდის არანაირი საფუძველი, რომ ჩვენი და თურქეთის ურთიერთობა შეიძლება რამენაირად ყოველ შემთხვევაში იმ მომავალში, რომლის განსაზღვრად შეგვიძლია, რამენაირად შეიცვალოს. საუბარი იმაზე თუ რა მოხდა და რატო შეიცვალა თურქეთი, ვთქვათ, დასავლეთის მიმართ და რუსეთთან რატომ დათბა ესეთ დონეზე, ასე უცებ და მოულოდნელად ურთიერთობები, ეს შეიძლება
სპეკულაციის საგანი იყოს და ჩვენ ბევრ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად იყო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თურქეთი დასავლეთის გარეშე გაცილებით მეტ ზიანს ნახავს, ვიდრე დასავლეთთან ერთად ეხლა ყოფნის პერიოდში სარგებელს ნახულობს და გარდა ამისა თურქეთთან კარგად იცის, რომ რუსეთთან გრძელვადიან და საშუალო ვარდიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბარი, მისთვის წამგებიანი იქნება თუ არაფერს ვიტყვი, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთსა და რუსეთს შორის და უფრო მოკლევადიან სარგებელზე არის გათვლილი, რომ აი დრო მოიგოს, დრო გაიყვანოს, იპოზიციონეროს თურქეთმა და მისთვის საუკეთესო სარგებელი იპოვოს აი ამ რთულ, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენ თავიდანვე ვახსენეთ, რომ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სტოლტენბერგმა გამოაცხადა შეუერთდა თურქეთი შავი ზღვის ბასეინის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა არის, ყველაზე ძლიერი სამხედრო სტრუქტურით და ის, რა თქმა უნდა, თავის წინ პასუხისმგებლობას იღებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ნატოს ინტეგრირებული სტრუქტურა არის ხელშეუხებელი და ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებას და ის მონაწილეობს ნატოს უსაფრთხოების გაძლიერებაში. გასაგებია კიდევ ერთი საკითხი, დრო დაახლოებით 3 წუთის წინ ამოიწურა, ამიტომ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, მეც მოკლედ გითხავთ, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი როდის გვექნება უვიზოთ გადაადგილების საშუალება ევროპის მიმართ. ძალიან რთულია ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ აი ეს მექანიზმები, რასთანაც მოხდა დაკავშირება საქართველოს შემთხვევაში ვთქვათ, შეჩერების მექანიზმი, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ აფერხებს პროცესს და რეალურად თავარი არის ის მონაპოვარი, რომ რეალურად არ აქვს სათქმელი, რომ საქართველოს რამე ვერ შეასრულა. დანარჩენი არის პროცესი და ვფიქრობ, რომ ახალ წლამდე აი ამ წელს ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ თარიღად დასახელდა არჩევნები შეიძლება იყოს ის გამყოფი, რასაც აკვირდებიან და ვნახოთ რამდენად დემოკრატიულად განვითარდება პროცესი. და ხედავთ ჩვენ, რომ დასავლეთისადმი ინტეგრაცია და ევროპული ინტერესი შეუქცევადია საქართველოში, მიუხედავად არჩევნებამდე და არჩევნების მერე სიტუაციისა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახალ წლამდე ობიექტურად უნდა მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია. სტოლტენბერგის ციტატა მინდა წავიკითხო, მივესალმები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც ფართოდ შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ეს შეთვის ადასტურებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გარკვეული საწყისი იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შემდეგ უკვე გქონდეს იმის საშუალება, რომ უვიზოთ მოვახდინოთ გადაადგილება ევროპის მიმართ. ყველანაირი წინაპირობა ამისთვის არსებობს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. 20:30 შეკითხვებს ელენე გოცაძე პასუხობდა, ასეთ იყო 27 ოქტომბრის 20:30 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 20:30-ის გვერდზე 20:30 რეპორტაჟების ნახვა ასევე შეგიძლიათ MyVideo-ზე 20:30-ის ოფიციალურ გვერდზე. მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.